სამუშაო შეხვედრა მე ვთხოვებ რომ მობრძანებულიყვნენ ტელევიზიის თანამშრომლები ორი ბლოკის ესე შერეულია ვინაიდანებს გადაცემა ვიცით რაზეც არის იმ ინციდენტთან დაკავშირებით რომელიც რამდენიმე დღის წინ მოხდა საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე და ინტერესი არსებობს ტელევიზიის გარეთ და ამიტომ მე გადაცემამდე ვთხოვე თანამშრომლებს მათი თანხმობა და რომ სტრიმი გავა და ეთერში და ასე ვთქვათ მიღებულია ამავე დროს მე მინდოდა რომ სამუშაო შეხვედრა და ჩატარებულიყო დირექტორის გარეშე რომ ეს თავისუფლად იყოს ესე ვთქვათ საუბარი და გვინდა თუმცა ამას ჩვენ ყოველ დირექტორთან ჩვენ ინტენსიური კონტაქტი გვაქვს და ეს არ არის პრობლემა თხოვთ ახლა რომ ეს და კარი დავხუროთ და დავიწყოთ ესე შეხვედრა. მე ესეთი გთავაზობთ რომ დღეს ვისაუბროთ ყველაფერზე ცხადია არის კითხვები შემდეგ როგორც იქნება საჭირო ისე გავაგრძელებთ შევხედავთ საჭიროების მიხედვით მანამდე მე გთხოვდით რომ ალბათ ეს ხელმძღვანელი იქნება თუ ვინც თქვენ ჩართულით საჭიროთ მოგიყვეთ მის შესახებ რაც მოხდა და გავითვალისწინოთ ის ამბავი რომ ახლა მეტნაკლებად ვიღაცა ინფორმირებულია ვიღაცა მეტად ვიღაცა ნაკლებად მაგრამ გავითვალისწინოთ ის ამბავი რომ ავიღოთ აქციები მაგნე რომ მათ ეს ამბავი არ იცის და როგორ მოხდა და რა მოხდა მთლიანად თავიდან ბოლომდე რა კონცერტი იყო ვინ ჩამოვიდა როგორ ჩამოვიდა როგორ გაიმართა და ასე შემდეგ ვინც დაიწყებთ თხოვთ რომ ქალბატონი რუსო მანჯგალაძე მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობა ამ სამუშაო შეხვედრისთვის, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ პარასკევს შუადღის გადაცემის ეთერში ძალიან წვრილად დაწვრილებით ჩვენმა წამყვანმა გოგა ჩართოლანმა, რომელიც ახლა სტუდიაში მუშაობს და ამიტომ არ ესწრება აქაურობას, ძალიან დაწვრილებით ახსნა თუ რა მოხდა, როგორ მოხდა და ის განცხადება, რაც მაუწყებელმა გააკეთა, რომ შეუმჩნეველი გახდა ეს მართლაც რომ შეხედავ საზარელი მომენტი და ფაქტი ჩვენი კამერებისთვის, ჩვენი პროდაქშენისთვის რეალურად რა იყო და როგორ მოხდა და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, კითხვები მაინც არის და იმედია სამუშაო შეხვედრა და დროში შეზღუდულები არ ვართ და ყველას მიეცება საუბრის საშუალება. პირველ რიგში, როგორც არ უნდა გაირკვეს, რაც უნდა იყოს, ვინ დაინახა, ვინ არ დაინახა, მე პირადად უნდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და ჩემი სახელი და ჩემი გუნდიც აქ მიერთდება ნამდვილად ამ გოგონას, რომელსაც ეს შემთხვევა შეემთხვა და მის დედას მინდა გულწრფელი ბოდიში მოუხადო, იმიტომ რომ ეს მოხდა აქ ჩვენთან, ჩვენს ტერიტორიაზე და რაც შეეხება დანარჩენს, ჩვენ ამაზე ძალიან დაწვრილებით ვისაუბრებთ. უბრალოდ მე მინდა წარმოგიდგინოთ ის გუნდი, რომელიც მუშაობს შუადღის გადაცემაზე. და ის გუნდი აქ არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ იმ დღეს იყვნენ, ან იმ დღეს არ იყვნენ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, გადამწყვეტი მნიშვნელობა. აქ არის გუნდი, რომელიც მუშაობს ამ ყველაფერზე ამ გადაცემაზე. სანამ წარგიდგენთ, სიმართლე არის ორი. ერთი, ვიღაცისთვის სიმართლე არის ის, რომ კადრში და კამერებში ეს წამიერი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც ვნახე და სოციოლოგიებში გავრცელების მერე ვნახე მეც და მე გადავუგზავნე სწორედ აი ამ ჩვენს გუნდს, არის მართლაც ძალიან მძიმე სანახავი და წარმომიდგენია მშობლისთვის ეს რა სანახავი იყო. ვერ დაინახეს, ვერ შეამჩნიეს კამერებმა, რომლებიც თვითონ ახსნია კონკრეტული დავალება ქონდათ და მეორე არის რომ აქ მუშაობენ ადამიანები, რომლებიც უყურებენ თუ როგორ ეცემა ბავშვი და მაინც აგრძელებენ სიმღერას, მაინც აგრძელებენ ეთერს, არ წყვეტენ ეთერს, ანუ სისხლის მსმელი ადამიანები. აქ არიან ის ადამიანები, წარმოდგენილები, რომლებიც არათუ 10, 20, 40 და 50 წელია ამ ტელევიზიაში მუშაობენ. მით უმეტეს ჩემს წინ შედან ახლა ოპერატორები, რომელთა მხარზეც გადაიარა, თუ კი რამ ხდებოდა ამ ტელევიზიაში და ამ ქვეყანაში. აფხაზეთის ომით დაწყებული, მეორე ომით დამთავრებული, თბილისის ომით დაწყებული და ამ ღვაწლმოსილ ძალიან დამსახურებულ ოპერატორებს შეუძლია ვიღაცამ უთხრას, რომ შენ კადრში ნახე დაგდებული ბავშვი და შენ არც კი მიანიშნე არავის რომ ეთერი გაჩერებულიყო. ამ ადამიანებმა შექმნეს ამ ტელევიზიის ისტორია და ამ ქვეყნის ისტორიაც. ასევე აქ მუშაობენ პროდიუსერები და მე მინდა ყველა წარმოგიდგინოთ, ვინც აქ ესწრება, კახა ბუხრაშვილი, ჩვენი მთავარი რეჟისორი,
ირაკლი ნიჟარაძე, გარდა იმისა, რომ ათეული წლებია ის არის დილის და შუადღის გადაცემის წამყვანი, მას ჟურნალისტების არაერთი თაობა გაუზრდია. სალომე გოგინაშვილი, რომელიც იმავე დღეს იყო და მუშაობდა ეთერში და არის პროდიუსერი და თვითონ მოყვება საეთეროში, რა სიტუაცია იყო. რუსიკო ყურაშვილი, რომელიც თავარი რედაქტორი არის და პროდიუსერი არის ამ გადაცემის. ჩემს უკან ზაზა ორაშვილია, რეჟისორი ჩვენი, რომელიც ლაივ გადაცემების მიმართულებას ხელმძღვანელობს. თამთა ცხვიტარია, რომელიც ადმინისტრატორია და რომელიც აი ამ ბავშვების მისვლა-მოსვლას ამ საკითხს აგვარებდა და თამთას თვითონ აქვს მოსაყოლი. მაია რამიშვილი, არ მგონია ვინმეს ჩვენ სფეროში არსებულ ადამიანს მის წარდგენა თუ ჭირდება. ნათია წულაძე, ელისო შენგელია, აქეთ არის ანა ჯამაგიძე, ჩვენი ტექნიკური პროდიუსერი, შემდგომ უკვე აკო ხუნდაძე, რომელიც იმ დღეს იყო რეჟისორი და ჩვენი წამყვანები ლიზა ბაგრატიონი და დათო დარჩია, რომლებიც იმ დღეს მუშაობდნენ და ვინმე ხო არ გამორჩა კიდე. ოპერატორებს თვითონ ალექსი წარადგეს. მე ამ ადამიანებთან პირადად მიმუშავია ათეული წლები. თითქმის 30 წელია, რაც ტელევიზიაში ვმუშაობ და ჩვენ პირველი ნაბიჯები დავიწყეთ ალიონიდან და ბევრ მათგანთან და ძალიან ბევრი რამ გაგვივლია. მათ ვიცნობ როგორც პროფესიონალებს და მათ ვიცნობ როგორც ადამიანებს. ზუსტად მათ რომ ეს კადრები დაენახათ ეთერში, როგორც პროფესიონალები, როგორ მოიქცეოდნენ და ბევრჯერ ქონია მსგავსი სიმძიმის თუ არა ისეთი შემთხვევა, როდესაც კადრია გამოსაყვანი, კადრში არამე შესაყვანი და ასე შემდეგ, მე არ მჯერა და ძნელია დავიჯეროთ, რომ აქ სისხლის მსმელები და აქ ესეთი ჯალათები მუშაობენ, რომლებიც თვის თურმე სულ ერთი არის ბავშვი, არის თუ არა წაგრძეული, მთავარი არის ეთერი დამთავრდეს. სამწუხაროდ ამ აბსურდის მოსმენა ჩვენ გვიწევს და ამ აბსურდს რომ გავცეთ პასუხი, იმისთვისაც მზად ვართ. პირველ რიგში ლიზა ბაგრატიონი იმ დღეს მუშაობდა ეთერში და თავისი სათქმელი აქვს ლიზას და ეთერში უნდა შევიდეს და ლიზა გააგრძელებს და შემდგომ ჩვენ განვაგრძობ და ყველა კითხვაზე მზად ვართ უპასუხოთ თქვენ შეკითხვებს თუ კიდევ დარჩა. მანამდე მაინც მე რო ისე და აბი რა კონცერტი იყო და რა საიდან იყო ეს ანსამბლი? ამაზე რუსო ყურაშვილი უფრო დაუწყროილებით მოყვება, იმიტომ რომ ის იყო მთავარი პროდიუსერი. ეს არის სიმღერის აკადემია, რომელსაც პარასკევს ქუთაისში ქონდა კონცერტი, რომელიც ასევე ლიზას მიყავდა და ამ სიმღერის აკადემიას ყავს გუნდები, როგორც ქუთაისში, ასე თბილისში. მათი თხოვნით და ვინაიდან რაღაცა ძალიან კარგი კონცერტი ტარდებოდა, მათმა ხელმძღვანელებმა, რომლებიც არიან ანსამბლების 7 კაცას, თეატრალური კვარტეტის და ასე შემდეგ შემადგენლობა, ითხოვეს სტუმრობა ეთერში, მოვიდნენ ისაუბრეს ამ კონცერტთან დაკავშირებით და ასევე ეს 59 ბავშვი, რომელიც წარმოდგენილი იყო, მათ გადაცემის ბოლოს და ეს იყო გადაცემის ბოლოს შეასრულეს სიმღერა. ამ ბავშვების დიდ ნაწილს ახლდა მშობელი, როგორც ვიცი, სადღაც 30-მდე მშობელი იყო, რომლებიც სადაც პროდიუსერები, ადმინისტრატორები ეცადნენ, რომ გარეთ გაეყვანათ, იმიტომ რომ მშობლებს მაინც ხმაური არის და ყველა ეთერში ვერ დაეტეოდა, თუმცა ჩვენ გვაქვს რა თქმა უნდა ამოვიღეთ ის კამერები, რომელიც ყველა სტუდიაში დამონტაჟებული და ხედავთ, რომ რამდენიმე ესეთი 5-6 მშობელი ესწრება იქაურობას და იღებს. სწორედ ერთ-ერთმა მშობელმა გადაიღო ის კადრები, რომელიც მეერე ვნახეთ ჩვენ აბსოლუტურად სოციალურ ქსელში გადაღებული. დანარჩენი თითოეულ ოპერატორს ჰქონდა და ამაზე თვითონ ალექსი ახსნის მერე კარგად თავისი დავალება, ანუ 59 ბავშვი როა და კიდევ 4 მთავარი მომღერალი მოგეხსენებათ, იქ რეჟისორიც აქ არის, იტყვის ვის რა დავალება ჰქონდა, ანუ ეთერში ეს დავარდნის კადრი სამწუხაროდ ვერ მოხდა. იმიტომ რომ ეს რომ მოხვედრილიყო და პროდიუსერებს, რეჟისორებს ეს დაინახათ, რა თქმა უნდა, ხა იმაზე მე მგონი არც არის მტკიცება, რომ ყისიერი რეაქცია იქნებოდა, ან ეთერს გაიყვანდი საერთოდ და ან ამ ბავშვს გამოიყვანდი და ასე შემდეგ. ხა რაზეა საუბარი, ხა ვისაც ტელევიზიაში უმუშავია და ვისაც პირდაპირ ეთერი უნახავს, მან იცის საეთეროში და სააპარატოში როგორ მიეწოდება კადრები. იქ არის რამდენიმე მონიტორი და არის პირველი კამერა, მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და კრანი. მეექვსე კამერა, ხო? იმ თითოეულ ოპერატორს აქვს თავისი დავალება და იმ დავალებებს ხედავს იქ რეჟისორი და შესაბამისად პროდიუსერიც, რომელიც იქ ამ დროს ესწრება. სამწუხაროდ არ მოხდა, იმიტომ რომ ამ დროს ჩვენს ეთერშიც არ მოხდა, ბუნებრივია ეს, იმიტომ რომ პანორამაზე მე კრუპნებზე, ასე უნდა ვთქვა, მსხვილხეთ მუშაობდნენ და ეს რომ ვიღაცას შეემჩნია, რა თქმა უნდა, მაშინათვე იქ ამბავი ატყდებოდა. ხლა რაზე გვაქვს საერთოდ საუბარი? ხლა ეგ არც განიხილება ბუნებრივია. ეს არის მოგესალმებით,
მე ანგარიშვალდებული, რა თქმა უნდა, ვარ საზოგადოების წინაშე, რომელსაც აუცილებლად მივმართავ ახლა ეთერიდან, რომელშიც შევალ ძალიან ცოტა ხანში, თუმცა აქაც მინდა ორი სიტყვით ვთქვა, სტუდია დიდია, ვიყავით ბევრი ადამიანი, არ მოხდა ამის დაფიქსირება, ეს არის მართლაც საზარელი სანახავი და მე ძალიან კარგად მესმის არა მხოლოდ ამ ბავშვის ოჯახის, არამედ ყველა შეშფოთება იმის გამო, რაც მათ დაინახეს. უბრალოდ თქვენის ნებართვით მე აქ ახსნა განმარტებას არ დავიწყებ, იმიტომ რომ როგორც რუსიკომ უკვე თქვა, გოგამ შეეცადა, დარწმუნებული ვარ, ახლა ალექსი ამას მოახერხებს, ჩვენი ოპერატორები, პროდიუსერები, მე ამ ტექნიკურ დეტალებში არ რჩევალ და ვერ რჩევალ. უბრალოდ მე მინდა გულწრფელად ბოდიში მოუხადო არა მხოლოდ იმ საოცარ გოგონას თავისი ოჯახით, არამედ ყველა იმ ბავშვს და მათ ოჯახებს, ვინც იქ იდგა, იმიტომ რომ ჩვენ დიდებმა მოვახერხეთ მათ და საოცარი სტრესი მიუგვარეთ ამ დღეების განმავლობაში, ასევე ბოდიში მინდა მოუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, ყველა ჩემს კოლეგას, ჩემს საყვარელ არხს და ყველას ვინც იყო იქ თუ არ იყო იქ, იმიტომ რომ პირველი არხი ამ დღეების განმავლობაში საზოგადოებრივი არხი, რომელიც მე ისევე როგორც ალბათ ყველა ადამიანს ძალიან ბევრს ყოველ შემთხვევაში ჩვენი საზოგადოებისა ძალიან უყვარს, ძალიან სერიოზული დარტყმა მიანიჭა ამ ფაქტმა და რა თქმა უნდა თითოეულ ადამიანს, ვინც ეს გულთან მიიტანა, ვინც ამაზე წარმოიდგინა თავისი თავი, თავისი შვილი და საერთოდ რაღაცა ეჭვი შეეპარა ადამიანის ჰუმანურობაზე, ყველას გულწრფელი ბოდიში მოუხადო. ეს არის ერთადერთი, რაც მე შემიძლია ვთქვა, ლიკას აშკარად კითხვა აქვს, კი ბატონო, გისმენთ. ლიზა, გამარჯობა. იცი რა მინდა კითხო, შენი ხმა ისმის კადრის ბოლოს, აი ამ ჩანაწერში. შენ კითხვა სვამ, რომ აქო ბავშვი დავარდაო. ბავშვი დავარდა, რო გამოვედი დავინა, რო გამოვედი დავინა. რა იყო ეს, რა ეპიზოდი იყო? ეს უკვე ბოლოა, დამთავრებულია. ხო, და ანუ ვინ მოგაწოდა ინფორმაცია, რომ გამოვედი ამასობაში. გამოვედი, ჩვენ ხო აქეთ ვხედავთ. ჩვენ ლიკა გიპასუხებს. ანუ ვიღაცამ გითხრა, რომ ბავშვი დავარდაო, ხო ასეა? არა. ბავშვები შემდგომ უკვე ქუდი რომ არის და გადაცემა გამოდის, ის კადრები, რომლებიც არ ვიცი გასაჯაროების უფლება გვაქვს თუ არა, იქ რომელიც არის ბავშვები თვითონ შემოეხვევიან ამ ბავშვს და რა მოხდა, კითხულობს, რა ხდება? და თქვენ არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, ხა დასაცავად კი არ ვამბობ, ეს ბიჭებიც, რომელიც ასევე ძალიან დიდი წრეხის ქვეშ მოხდა, ეს ბიჭებიც იმ წუთში გამორბიან, იმიტომ რომ სტუდია ჩვენი ისეთი მოცულობის არის, რომ თუ უშვალოთ იმ წუთში არ იყურები, არც იმ ბიჭებს არ დაუნახავ და რა თქმა უნდა. და მე უკვე რა ხდება ეს ბავშვები არა, იცი როგორ იყო, ეს იყო უწყვეტი კადრი, რომელიც მშობელმა გადაიღო და აი ამ კადრის ბოლოს ეს დამთავრება ქუდია უკვე ლიკა, ეს არის ქუდი. ვერ გავიგე. აბა ვისი ხმა? ის არის ან იმ მშობლის ხმა, ან კამერის, ანუ ტელეფონის იდენტიფიცირებული ვისი ხმა? არ ვიცი, ეს ალბათ შესაბამისი ორგანოები. მე მივარდი ეს ბავშვები რომ მივედი და როგორ ახარ თქო ეს კითხვა. ეგ უკვე აჩანდა საერთოდ. ხო, ეს როგორ არა, ეს უკვე ის კადრიც რომელზეც თქვენ ლაპარაკობთ ლიკა, ეს არის უკვე დამთავრებული ეთერი. ეს არ არის, ეს არის უკვე ქუდის დრო. ერთი წუთი ალექსი ანუ ხმა სრულდება და უკვე შემოდის, ესე იგი, ხმა სავარაუდოდ, რა ვიცი, მშობლებს ჯერათ რომ ლიზას ხმა, რომ აქო ბავშვი ანუ რომ სრულდება სიმღერა, ყველაფერი დამთავრდა ეს ქმედება, ასე ვთქვა და შემოდის ლიზას ხმაო და ბავშვები ვინ უთხრა ლიზას რომ ბავშვი დავარდა? კი არ უთხრა ბავშვები შემოყვება. ხო, მოკლედ მე ჩემ ვერსიას ვიტყვი, ძალიან სამწუხარო იქნება თუ არ იქნება ეს დასაჯერებელი და მე მივედი მე თვითონ ამ ბავშვთან, როგორ ახარ თქო და კარგათო გამიღიმა. ადგა ჩვეულებრივად იყო ეს ბავშვები ჟივილხივილი, როგორც ხდება ხოლმე და მე რაღაცნაირად ეს ანუ სანამ ეს კადრი არ უნახეთ ჩვენ თვითონ, რაღაცნაირად ესე ძალიან მარტივად
მარტივად გავიარეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვა გამოცდილები რანინასი, ამის იმის ეს ბავშვები, ეს სხვათა შორის გუშინაც ამ ქუთაისში შეშინებულები 3 ბავშვი გაგვიხდა სცენაზე ცუდად. ანუ ეს გუნდებში არის ძალიან მიღებული რამ და სანამ ჩვენ ეს თავისთავად ეს კადრი არ დავინახეთ, რაღაცნაირად მარტივად გადავიარეთ, იმიტომ რომ ეს ბავშვი უკვე რაღაცნაირად იჯდა, მე ფოტოს გადავიღეთ ერთად და ამიტომ წავედით რაღაცნაირად იმ სტუდიიდან, ვაიმე ბავშვი, იმიტომ რომ აქ ჩოჩქოლია. ბატონო? სად გახდა? კიდე ბავშვები გახდნენ? ბავშვები ხდებიან კონცერტებზე და გადაღებებზე ძალიან ხშირად ცუდად. არა, თვითონ, ანუ ცუდად ქუთაისში გიყვებით, ანუ თვითონ რანინას გადაღების დროს უცებ ვიღაც ბავშვი მოვაიტყვის, ვაიმე, იმიტომ რომ ეს ასაკობრივი ღელვა, ეს ჩვენ ვისაც ბავშვებთან, ანუ რაღაცა შეხება გვაქვს, ეს არ არის არა აქვს ისუათი შემთხვევა ხო და ამიტომ აი ეს თემა როდესაც ნუ მართლაც უყველა ძალიან წარმოუდგენელ მდგომარეობაში ჩავარდით კიდევ ერთხელ გულწრფელი თქვენი სტრიმის საშუალებითაც რა თქმა უნდა ოჯახს ამ საოცარ ბავშვს ყველა იმ ბავშვს და საზოგადოებას რომელიც მართლაც საოცარ სტრესში ჩავაგდეთ და ბოდიში კოლეგებო თქვენ გულწრფელად და ახლა თქვენის ნებართვით წავალ ეთერში და უკვე იქიდან ალექს რაღაცის თქვა ველაპარაკები ხმასთან დაკავშირებით უცბად გაგცემთ პასუხს ეს იყო გადაცემის ბოლო და მიდიოდა პლუს ფონოგრამა შესაბამისად ყველა მიკროფონი მაგ დროს სტუდიაში ითიშება რომ შემთხვევით რამეს დამატებითი ხმა არ გადაფაროს ის მუსიკა აქედან გამომდინარე თქვენ არ ვიცი მე არ მომიკა კი, პლუს ფონოგრამა იყო, კი. პლუს ფონოგრამა იყო. შესაბამისად, საეთეროში ვერავინ ვერ გაიგებდა იქ თუ ვინმე რამე ანუ ლიზას ხმაზე რო იყო საუბარი, იგივე დაცემის ხმაზეა საუბარი. ის სავარაუდოდ მე არ ვიცი, თქვენს მონაყოლიდან ვაგრძელებ პასუხს. სავარაუდოდ იმ ტელეფონმა რაღაცა ხმა ჩაიწერა იქ ვინც ლაპარაკობდა. და არა ჩვენმა აპარატურამ არ ვიცი მოკლედ ეგ ამბავს. უწყვეტი კადრია გადამიას ჩაწერა. მაგრამ გასასრულს გაისმა ეს ხმა რომელიც მივიდა. ისივე ტელეფონში დიახ. და ანუ უწყვეტი კადრია გადამიას შობელს გადაღებული და შემდეგ ამოგზავნილი და გავრცელდა ის. კი, თავისი ტელეფონიდან და ხო და ანუ უწყვეტი კადრი რო აქვს თქო იმას ვამბობ რომ იქ ვიღაცა კურსში იყო რომ ბავშვი დაეცა და ამაზე ზუსტად საუბარი. გამარჯობა. მე გახლავართ სალომე გოგინაშვილი, მე ვიყავი დღეს ეთერზე პასუხისმგებელი პირი და ლიზასთვის თუ ვინმე შეეძლო რომ ყურში რამე ეთქვა, ეს ვიყავი მხოლოდ მე. ფონოგრამა იყო, ეს უკვე განიმარტა და ამის გადამოწმებაც ძალიან მარტივია და მე უბრალოდ მოგიყვებით, რას ვხედავდით ჩვენ საეთეროში. პირველ რიგში კი, ნანახი მაქვს მეც ეს ვიდეო. პირველ რიგში გეტყვით, რომ ორი შვილი მყავს ზუსტად ანკას ხელა. მას შემდეგ, რაც მე გავიგე, რომ ეს ბავშვი ცუდად გახდა, პირველ რიგში ჩემი შვილები წარმოვიდგინე ანკას დედის ადგილას და ანკას ადგილას ჩემი ორი შვილი და ბოდიში ემოციებისთვის. ბრალდება, რომ ბოდიში მე დავინახე ჩემი შვილის ხელა ბავშვი როგორ ეცემა და მე არათუ ეთერი მთელი ტელევიზია დავაყენე ბავშვის ჯანმრთელობაზე წინ არ მესმის ყველა მე აი კიდევ ერთხელ ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და ეს შემიძლია გავიმეორო ყველგან მე ვიყავი ამ ეთერზე პასუხისმგებელი. მე შემიძლია რომ გავცე ყველა კითხვას პასუხი, იმიტომ რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეეძლო რომ ლიზასთვის ყურში რამე ეთქვა, ვიყავი მე. მე ეს ფაქტი არ შემიმჩნევია და არ შემიმჩნევია რატომ. სტუდიაში როგორც უკვე ბევრჯერ განიმარტა, მუშაობდა 6 კამერა, რომელიც სეგმენტებს იღებდა. ერთადერთი კამერა, რომელიც საერთო ხეთს იღებდა, იყო ეგრეთ წოდებული კრანი, რომელიც მოგეხსენებათ, რომ სულ მოძრაობს. ეს ვიდეოები მე ბევრჯერ გადავახვია და მინდოდა ზუსტად იმ მომენტის პოვნა, როდის დაეცა ეს ბავშვი.
ჩემ თავში შემეპარა ეჭვი, რამე ხომ არ გამოვტოვე. ადამიანობაში არა, ჩემს პროფესიონალიზმში შემეპარა ეჭვი. ვიპოვე ეს ვიდეო. თქვენ შეგიძლიათ გადახვევის პრინციპითაც ნახოთ, იმიტომ რომ იქ გაჟღერდა ვერსიები, რომ თითქოს ჩვენ დავამონტაჟეთ ეს სიმღერა და ისე დავდეთ სოციალურ ქსელში. უმარტივესია, გადაახვიეთ და ნახეთ რა გავიდა პირდაპირ ეთერში. პირდაპირ ეთერის დამონტაჟება კი შეუძლებელია. იქ როდესაც ეს ბავშვი ეცემა და ვუერთდები ყველა ბოდიშს პირველ რიგში ანკას წინაშე. და არა მარტო იმ წუთას რაც მოხდა, მთელი ეს ერთი კვირა რაც ხდება, დარწმუნებული ვარ, რომ იმ ბავშვს ჩვენ ძალიან დიდ ზიანს ვაყენებთ ამით. აი მე თვითონ დედა ვარ და ამიტომ შემიძლია ამის თქმა. იმ მომენტში, როდესაც ეს ბავშვი ეცემა კრანი, რომელიც უკვე გითხარით, რომ საერთო ხედზე მუშაობდა, იღებდა პირველ რიგში მდგომი ბავშვების პანორამას. 100%-ით შემიძლია გითხრათ, რომ საეთეროში მყოფი ვერც ერთი ადამიანი ვერ დაინახავდა ბავშვის დაცემას, იმიტომ რომ ამისი თეორიული შანსიც არ იყო. კიდევ ერთხელ ვამბობ, პასუხისმგებელი ვარ 100%-ით ჩემს სიტყვებზე. პირველ რიგში, იმიტომ რომ ადამიანი ვარ და სხვის შვილს ამას ვერასდროს ვერ გავუკეთებ და მეორე რიგში, იმიტომ რომ მე ჩემი თავი გადავამოწმე პირველ რიგში, რამე ხომ არ შემეშალა. თუმცა მიუხედავად ამისა, მილიონი ბოდიში ანკას და მის ოჯახს იმის გამო რომ ეს მოხდა, მაგრამ ბევრჯერ ვიფიქრე, აი რისი გამოსწორება შეიძლებოდა, ვერაფრის. თუმცა მზად ვარ, რომ ყველა მსჯელობაში ჩავერთო, რომ თუ ესეთი პრეცედენტი იქნება, კიდევ რა შეიძლება უკეთ გაკეთდეს. მაგრამ ამ წუთას ეს არის ერთადერთი სიმართლე. პროცესთან მიმართებით ზოგადად გონდა რაღაც მოსაზრებები უკვე და მოусმინოთ ჯერ მგონი და ხო, ამიტომ თქვი რომ თუ კიდე არის სათქმელი კი ბატონო. არა, სათქმელი მე მგონი მოусმინოთ მე მგონი. კი ბატონო, კი მოусმინოთ კი. მე უკაცრავად პასუხი რომ შევთანხმდი პროცესს მე მგონი ესე რომ ჯერ თანამშრომლები მთლიანად გავიგოთ. ხო, მე ვერ მივხვდი, მე ვთქვი რომ თუ დაასრულეს თქო, მაშინ ვიტყვი რომ თუ არის სათქმელი თქვან რა თქმა უნდა. ტექნიკურ პროცესს აღწევ. მე არა, უკაცრავად მე მგონი საინტერესოა ხო რა ცოცხებია. აბა არ ვინახეს ელმენტი შემოტანა. მოკლედ ოპერატორების სამუშაო აღწერილობას ორი სიტყვით ვიტყვი სტუდიის შემთხვევაში. ეხლა ბევრს მიჩვეული აქვს თვალი უფრო გარეთ მოძრა ოპერატორებთან, როდესაც ნიუსის მაგალითად თვითონ არის პასუხისმგებელი ეძებს კადრს, კომპოზიციას, მასალისთვის რა მოიტანოს. რადიკალურად განსხვავდება ეს პროცესი სტუდიაში. რადგან სტუდიის ოპერატორს მართავს სტუდიის რეჟისორი ყურსასმენების საშუალებით, რომელიც ყურზე უკეთია და შესაბამისად უკავშირი აქვს ამ ოპერატორებს სტუდიასთან. თქვენ ეჭარმეპარება, რომ ვიცით უბრალოდ ყვები ამბავს, შეიძლება ვინმეს მოსაბეზრებელია, მაგრამ მე მგონი მნიშვნელოვანია. აქედან გამომდინარე, რეჟისორი რა დავალებასაც აძლევს და თან მithumetes ეს არის მუსიკალური მომენტი და არა თქვა საუბრის ინტერვიუს წყნარი სიტუაცია. თან ძალიან გასაცდელია ის, რომ 60 ბავშვი იდგა რამდენიმე რიგში და მნიშვნელოვანია, რომ ეს ვარდნა ძალიან ბევრჯერ გადავახვია. ყველა ვინერვიულით და რა თქმა უნდა, სალომეს ვეთანხმები, რომ რამე ხო არ გამოგვჭა, რომ ყველა კადრი ვიცი ზეპირად. არა, მე არ ვიყავი, მაგრამ მე კამერის ჩანაწერები, სათვალთვალო კამერის ჩანაწერები ამოვიღე. არა, მე ვარ წარმოების ტექნიკური დირექტორის მოადგილე ვარ წარმოების სამსახურის უფროს შესაბამისად. ალექსანდრე ჩადუნელი. დიახ. აქედან გამომდინარე, ყველა კადრი მაქვს რიგითობით ნანახი. ბავშვი ძალიან მალე ქრება კადრიდან, ეს არის დაახლოებით წამ-ნახევარი, 2 წამამდე და დაცემის შემდეგ აღარ ჩანს. უბრალოდ არც ერთ კადრში აღარ ჩანს, რომ ბავშვი იქ არის. ეს რომ მომხდარი იყო წარმოიდგინე ამ პირველ რიგში, მეორე რიგში რომ ეს დავარდნილი ბავშვი დაენახა ვინმეს, ვერავინ ვერ დაინახა. თან ოპერატორებს აქვს როგორი დავალება ის ისმის ყურში რეჟისორის მითითებას, რაკურსის შესარჩევად, რომელი ფლანგია იყოს. ის ორიენტირებულია იმ ვიწრო რამდენიმე კაციან კადრზე, ან საერთო საშუალო კადრზე და რომ კომპოზიცია არ დაერღვას, სწორად ფოკუსი აკონტროლოს. ძალიან ბევრი ინფორმაციის გადამუშავება
იმ წამში უწევთ ოპერატორებს, რადგან თვითონ არ იღებენ გადაწყვეტილებებს და უსმენენ რეჟისორს. იმიტომ რომ მან შეიძლება უცბად რაღაცა შემოატრიალოს და ამ ორიენტირებულები არიან იმაზე, რას ეუბნებიან საეთეროში, რაზე გააკეთონ აქცენტი. მე არ მიგვირს. თუმცა ძალიან ცუდია, რომ ვერ დავინახეთ. მაგრამ არ მიგვირს, რომ ვერ დავინახეთ, იმიტომ რომ ესეთი პროცესი მიდის აქ. თან ორ წამში გაქრა რა ბავშვი. და ამდენ ადამიანში ახლა 3-4 როცა უკვე 10 კაცი ჩანს, არ ჩანდა, მართლა არ ჩანდა. ნამდვილად გულწრფელად. კი ბატონო. ერთ დავანატებ, ჩვენ გვაქვს ეს კამერები, რომელიც იღებს იმ მომენტში ამ სიტუაციას და თქვათ 6 ოპერატორი იქ არის და კიდევ სადღაც ჩვენ როგორც დავთვალეთ ამ სათვალთვალო კამერებში 6 მშობელი არის, რომელიც ამას პარალელურად იღებს. დავადარეთ, რა თქმა უნდა, რომ რა მომენტში ეცემა სხვა კადრიდან, ანა ბავშვი და აბსოლუტურად თქვენ თვითონ ნახავთ, შეგვიძლია ხო ეს ვანახოთ, რომ არ ტოკდება არც ერთი ადამიანი. ანუ ამ ადამიანებისთვის ეს ფაქტი იმდენად შეუმჩნეველი იყო წამიერად რა, იმიტომ რომ თუ დაინახავ ბავშვი წაიქცა, ხო, რაღაცა ანხელს დაუქნება, ან იმასის ან ტელეფონი მაინც გაგივარდება ხელი, რაღაცა რეაქცია იქნება. აბსოლუტურად შეფორიაქდნენ. ბავშვები რომ შეფორიაქდნენ, ნახეთ ის რომელიც ჩანს. ეგრევე გასწორდნენ, იმიტომ რომ ბავშვები ხო, ნუ აი ნახე. აი გადავარდა ამ მომენტში უკვე ბავშვი. შეიძლება გადავახვიოთ. კი, ზურა თავიდან გავუსვი შეიძლება. ეს არის დასინქრონებული ერთდროულად ის წამყვანები ისე ხედავენ რომ ფიზიკად შეიძლება რეაქცია არავის არ აქვს. ნოლია რეაქცია, ვერავინ ვერ დაინახა. აი რაღაცა შეშფოთება ხო უნდა ყოფილიყო. ბავშვი სად არის? ჯერო დგას თან. არა, ეს არის ეთერი. ეთერში არ ეს არის ქვევით ეთერია. სათვალთვალო კამერები. ზურა თუ შეგიძლია CCTV 2 გაუშვი. ეთერი გავიგე. აი ეხლა ეს თვალი რო არ დაგეღალოს. ბავშვი რო დგას ფეხზე, ის კადრი სადმე არის? რომ ბავშვი წკრივში დგას, აი სად არის? აი კამერა 2 გაუშვი რა. ეს არის სათვალთვალო კამერის რაკურსი, რომელიც არიცვლება და უწყვეტა და მარჯვენა მხარეს აკვირდით ბავშვს, ნახეთ და ამ დროს თავიდან შეგვიძლია გავუშვათ და ხალხის რეაქცია ესე როგორ იქნება რომ ვერავინ ვერ რაღაც არ შეშფოთდა რა. ზურა თავიდან გავუშვით. აი. კი. ნახეთ მშობლების დგანან იღებენ და ვერც მათ ვერ დაინახეს, ყველა თავის შვილებს შესიცინებს ალბათ თვალებში და აქ არ არის რაღაცა ის მოძრაობა რომ ვაიმე რაღაც მოხდა, როგორ გასო. რომელი არის გუნდის ხელმძღვანელი, რომელიც არ ვიცი, ესე არ ვიცნობ. რომელი ყველა ხელმძღვანელია. ყველა როგორ არის? ნუ ეგეთი. 4 ხელმძღვანელი. 4 ბიჭი გოგერის ისინი. ანუ ისინი არ არიან. თამილა, ისინი არ არიან ხელმძღვანელები, 4 ბიჭი. ვიცი ვინც არის, მე და იმიტომ გეკითხე. თეატრალური კვარტეტის ბიჭები იყვნენ ხელმძღვანელები. არა მარტო. არა მარტო. აი, კითხე. შეიძლება კითხვა მაქვს თუ შეიძლება რა. რა კადრებიც ნახეთ ჩვენ მშობლის მიერ გადაღებული. და იქ კიდე მშობლები იღებდნენო. ნუ ფაქტი ერთი რამე დავინახეთ, რომ ერთ კამერაში მოხდა ეს. შეიძლება იმ მშობლების კამერაში არ მოხდა რა ეს. რეაქცია ამ თვითონ ვინც იღებდა. ქონდა იმ ადამიანს. ანუ რატო ხო გესმის რატო საკითხავს ახლა ოპერატორებზე იყო საუბარი ოპერატორი რომელიც კონკრეტულ სეგმენტებს იღებს და ძალიან ბევრი რამე შეიძლება გამორჩიეს მithomეთ საერთოში და ჩვენ დავინახეთ ერთი რაღაც ადამიანი რომელიც საკუთარ კამერაში ხედავდა იმდენად იყო სხვა რამეზე რო იტყვიან არ ვიცი ხედველობა ქონდა კონცენტრირებული თუ არ რომ ვერ კამერაში ვერ დაინახა საკუთარ ტელეფონში ვერ დაინახა ის ფაქტი რომ ბავშვი წაიქცა იმიტომ რომ ფაქტია რომ რეაქცია არ ქონდა ალექს ვიცი ალექს ერთი იმას არ ქონდა ის დააბრუნე რა უკან მე მაგ შეკითხვა ერთხელ და კონკრეტული და ან შეიძლება ვინმე მიქნევა მანახოს აი ეს თუ გაყინეს ის სტუდია დამანახე აი ეს გაჩერეთ ერთხელ
ერთი წუთი ან შედან ვიღაცამ რამე თხარეთ იცი აი შობელი სად დგას აი ვინ არის დაახლოებით რომ ეთქრა ერთ წუთი ესენი მშობლები არის ეს აი ეს მარჯვენა ერთ წუთი აი თავიდან მარცხენა მარჯვენა დაიწყეთ რა ეს ოპერატორია ხო შემდეგ მშობელია ეს მშობელია აი ახალი მშობლებია წინათ მშობელია ხო რომელი მშობლის მიერ არის გადაღებული თქვენი აზრით ის ვიდეო რომელიც გავრცელდა სოციალში რომელი რაკურსი არის ვისაც ალბათ ხელი აქვს მაღლა აი ციფროთმეა ნახეთ აზრი კი გვაქვს მაგრამ დანამდვილებით არ ვიცი და ამიტომ თავ შევიკავებ ამის კაი ეგ ხა ძიების საკითხი ნაშევად და ესე იგი ერთი ოპერატორი მეორე ოპერატორი სად არის ჩვენი და ამ დროს ლიზა და ის სად არიან ლიზა იქით ხარეს არიან და ის 4 აი აქ მაგე მე ეს ვიდეო მე ცუდი სამაქს და ხედულობა და ის ანსამბლის იქით დგანან 4 თუ 5 ისინი არიან ხელმძღვანელები ციტლიანი გონია კარგით შემდეგი წინ დირიჟორი არა გავიგეთ შემდეგი წაყვანებიდან ერთი წუთი რა მაინტერესებს ერთი წუთით კარგით კარგი ხო კარგად ვიდივარ და არა ვერ კითხავ მე ვიდა კითხოთ ამჯერად უკაც არა როგორც წამოყვანს არამედ აი ხო თქვენ ბრძანდებოდით ხო იქა და იქიდან რა ჩანდა უბრალოდ თუ თქვენ აი რა ვითარება იქიდან სამწუხაროდ არაფერი არ ჩანდა დამთავრებული იყო სიმღერა და თქვენ უკვე ლაპარაკობთ ჩვენ უკვე ჩვენთვის საუბრობ და ვიხსნით ვიდიხართ აი მას გამზადებით და იქიდან თორც არაფერი ვერ გამოჩნდა და ჩვენ დავემშვიდობეთ უკვე და წავიდა სიმღერა ასე თქვა დავიწყეთ მოხსნა კარგი ეხლა მე მინდა და ბრძანეთ რა მაინტერესებს იცით ზურსიკო თუ არის ამის შესაძლებლობა რომ ეპასუხოთ ეს ბავშვი დაცემიდან რამდენ ხანში დაინახეს რომ უკვე კარგად იყო და ფეხზე წამოდგა ეს არის შესაძლებელი ამის თქმა ჩვენ შესაძლებელია გადავახვიოთ და მივყვეთ ამას და ვნახავთ რომ გადაცემის დამთავრების მერე ბავშვი გამოდის კადრში ჩვენ შეგვიძლია თამთაცხვიტარიამ რომელიც ადმინისტრატორი იყო და შეჩოჩქოლებული ბავშვები რომ ნახა მივიდა და კითხა ბავშვს რა დაგემართა და დამცხაო და იქვე ერთ-ერთმა მშობელმა წყალი მიაწოდა და თამთა თვითონ მოყვება რაც შეეხება თქვენ კითხვას მე მხოლოდ შემიძლია მისი ერთ-ერთი პედაგოგის ლევან გვარი არ მახსოვს ქუთათელაძის რომელსაც რა თქმა უნდა პედაგოგს მშობლებს ეგრევე ველაპარაკეთ სულ ყველას რა თქმა უნდა თქვა რომ მე რომ ბავშვის შეჩოჩქოლებას გავაყოლე თვალი ვნახე რომ ბავშვი იყო ჩამომჯდარიო მე ვერ გეტყვით რამდენ წამში რამდენ ხანში მშობელი როგორც ამბობს ალბათ სადღაც 20 წამამდე ბავშვი მაინც იყო უგონო მდგომარეობაში და მერე წამოჯდა მე ამაზე პასუხი არ მაქვს იმიტომ რომ მე შემიძლია მხოლოდ გიპასუხოთ ჩვენმა თანამშრომლებმა როდის ნახეთ როდესაც ბავშვები შეჩოჩქოლდნენ და ამაზე ადმინისტრატორი მიდის რომ ეკითხება რა ხდება როდესაც წამყვანები იქ რომ შეჩოჩქოლებულ ბავშვებთან მიდიან მერე რა ხდება მხოლოდ ამის შემდეგ გადაცემის დასრულების შემდეგ დანარჩენი ჩვენ როგორ ვნახავდით ჩვენ უყურებდით ჩვენ რა ნუ მე ეთერსაც ვუყურებდი იმ მომენტში მაგრამ ვინც უყურებდა მნიშვნელოვანი კითხვა ეს არის ჩემი აზრით იმიტომ რომ ორი ვერსია სულ აქა პირველი ვერსია ძიმე შტაბის-დილებას დატოვებდა კაცვაროთქვას მეორე ვერსია ამსუბუქებს ამ ამბავს პირველი ვერსია ეს არის რომ ეს ბავშვი როგორც წერს ზოგიერთი 3 წუთის განმავლობაში იქ იწვა არ გავიმეორებ იმ სიტყვას, რასაც ხანდახან წერენ ხოლმე. და არავინ არ მიაქცია ყურადღება და ეს არის კატასტროფა, ასე თუა. მაგრამ მეორე ვერსია რომ ყველამ დაინახა რომ ეს ბავშვი მალევე ძალიან სწრაფად წამოჯდა იქა და კარგად იყო და ამიტომაც გაგრძელდა ეს ამბავი. მესამე ვერსიას მე ვერ ხედავს იმართლე რო გითხრათ. ანესია. როგორც ამბობს შობელი 22 წამი ბავშვი იწვა ბავშვი ეს გამოთვალა თვითონ მაგიხსნით ალბათ როგორც გამოთვალა იქ სიცარიელე ფეხების ბავშვების ფეხებს ქვეშ იქ რაღაც მოკლედ მისი გამოთვლით და თვითონ ექიმია დედაც და ბებიაც
და ნახეს ეს დაადგინეს, რომ იყო 22 წამი, როცა ბავშვი იწვა. მერე გაუჭირდა ადგომა, თუმცა რაღაცნაირად მოახერხა და ჩამოჭდა. ეს რამდენ ხანში მოხდა? ანუ ფაქტია, ერთი ვიცით, რომ და მშობლებისგან ასე ვიცით, რაც მათ გაშიფრეს, გაანალიზეს და ნახეს, შეისწავლეს მასალა, 22 წამი ბავშვი იწვა. 22 წამი კი არა, ერთი წამით რო ყოფილიყო ბავშვი დაწოლილი, ეს არ ცვლის აბსოლუტურად სურათს. შენ თუ ხედავ, რომ ბავშვი ეცემა, რომელ 22 წამზე და 1 წამზეა საუბრო, საერთოდ არ არსებობს სხვა არაფერი, რა თქმა უნდა. იცი, ერთი კითხვა, ვინ დააღმოაჩინა ბავშვი, რომ დაცემული ყოფილა? როგორ ვინ აღმოაჩინა? საიდან მოდის ეს სიტყვები, რომ ბავშვი თურმე წაქცეული ყოფილა და ვიცით რამე როგორ არის? ეს საიდან მოდის? ეს ბავშვი რომ წაიქცა, ჩვენ გავიგეთ სოციალურ ქსელებში ბებიამისის გავრცელებული ვიდეოთი. თვითონ აი ამ დარბაზში საცდებოდა სტუდიაში, რო დასრულდა ეს ლაივი, მერე ადამიანი ამბობს, რომ ბავშვი ყოფილა აქ ცუდად და იცით როგორ არის, რა ხდება? კი, აილანა სტორს ამბობს, ეს კამერის, ანუ იმ ტელეფონის უკან ყოფი ადამიანი, მე არ ვიცი, მშობელია თუ ვინც არის, კითხვას ვობს, ბავშვი აქ ცუდად გახდა? კი, ეს ხმა ნამდვილად ის. მშობელი ამბობს? არ ვიცი, მე ვერ გეტყვით ვინ ამბობს. ფაქტია, რომ თქვენ რაც ნახეთ, აქ ესეთი ბრალდებაც იყო, რომ იქო ანიშნეს, რომ ეთერი არ შეწყვიტოთო. კი, უამრავი ბრალდება. იყო მასეთი. აგერ ხედავთ, რომ ეხლა ხო ნახეთ, რომ საეთეროს ვერაფერს ვერ ნახავდა, იმიტომ რომ ფიზიკურად კადრი არ ქონდა არანაირი. ოპერატორებს რომ არავისთვის იქ არაფერი არ უნიშნებიათ, ესეც ჩანს ამ ფარული კამერები. ფარული კი არა, როგორიც არის დამოტები. ოპერატორებაც იმ სოციალური ქსელებით გაიგეს, როგორც იყო, თამთა ცვიტარია შეუძლია თვითონ მოყვეს რა ნახა მან სტუდიაში ბავშვების ხოდა ესე მიუყვეთ საკითხავთ რა დო კი ბატონო, თამთა არა და ოპერატორი კი ბატონო, თამთა და მე ოპერატორებიც ვაიტესებს. ვინც არის იქ ყველა გამოვთქვათ და ვინც იქ იყო ის არის საინტერესო პირველ რიგში. მე მინდა ალექსის კაცი ვანახოთ სტუდიის. ზურაბ შეგიძლია დაგვიბრუნო რა. სტუდიის მე ალბათ კამერის სათვალთვალოსია. წეღანაც ქონდა ბოლოს და. მშობლები რო დაასახელეთ, იქ ვდგავარ მე და სოფო ჩვენი სოციმედიის გოგო, ანუ რო არ გავტოკდით, ისინი ვიყავით ჩვენ. იქ არავინ არ გატოკდა. აი ის წითელმა ის ვარ მე, წითელმაისური. კი ბატონო. ის ვარ წითელ მაისურში თქვენ ხარ? დიახ მე ვარ. მე და ანა რომელია? ანა რომელიც მასწავლებელია გუნდის, რომელიც აი იდგა. ანა ხო, გვარი. არ ვიცი. აი. ანა არის ბავშვი. არ არის ბავშვი, ვიცი ვინც არის ანა. მოკლედ მოგესალმებით, გადაცემის სეგმენტ პროდიუსერი, მე დავხვდი ბავშვებს, მე ვხვდები სტუმრებს. შევიყვანე ბავშვების სტუდიაში და ხელმძღვანელმა ეს ბავშვები განალაგა ისე როგორც დგანან. 4 მწკრივი იყო. მე უკვე მე იქით ვარ უფრო წამყვანებისკენ შეტრიალებული და მე არ ვიცი ნამდვილად რომ იქ ბავშვი წაიქცა, იმიტომ რომ სალომეს თქმის არ იყოს მყავს. ზუსტად ანკასტოლი ტყუპი გოგოები და არ ვიცი, არ არსებობს ძალა რომელიც გამაჩერებდა და საეთეროდან საერთოდ რომც ებრძანებინა ჩემთვის რომ ეთერი არ გააფუჭო, არ არსებობდა ძალა რომელიც გამაკავებდა და ბავშვთან არ მიმიყვანდა. იმიტომ რომ წარმოვიდგინე მეც რომ ვუყურე, ნუ ნამდვილად შემზარავია ეს ფაქტი და ბოდიშს რა თქმა უნდა მეც ვიხდი ჩემს გუნდთან ერთად მომხდარზე. ეთერი დასრულდა, ზუსტად იყო 3 წუთი დასრულებამდე და ბავშვების წრე შეიკრა და მივედი რა თქმა უნდა მშობლებთან ერთად. ბავშვი იყო ჩამომჯდარი და რო ვიკითხე რა ხდება, ბავშვმა მიხა დამცხა და დავჯექი. ბავშვმა თვალი, ანუ აბსოლუტურად კონტაქტურად ვერ შევამჩნიე რომ ბავშვი იყო ცუდად. ჩამოვჯექი და მოიცადე წყალს მოვიტან და რომ მოვტრიალდი, აი ამ ხუჭუჭა გოგო მოიტანა წყალი ბოთლით და დავალევინათ წყალი. არის ეს წყალი. კი ბატონო. ნამდვილად ანუ ძალიან მძიმე მეორე ფაილი ვინმე ძელი სახელი რომელსაც აქვს და თანამედროვე ბოლოში გაწია ინტერვიუ საათიანია და ბავშვს ვასმევდი წყალს, როცა უკვე ფოტოების გადაღება დაიწყეს და უთხარი, გინდა მეთქი ფოტო გადაიღო და კი გაიქცა აბსოლუტურად ბავშვი. ალექს სახეები არ გამოჩნდეს ოღონდ ბავშვების. არა, ჩვენ ეთერში ვინც არ გვინდა ხო აქეთ მე ისა მithვა მაგრამ ისა რადაც გუშოთ და ვიცით რა ჩემი მდგომარეობას და
ვინმე ხوار დაკავშირებული ნანაც ჩანაწერების ამოღება ხوار მოუთხოვია და ვინმე აი ამ ძიანციება არა კაცრავად მე მოკლე პასუხი მინდა ვინმე არის დაინტერესებული რამე მოითხოვეს გასაგებია ხო და ამიტომაც ისე იყოს მაგი ხილად ბოლო ნაწილი როცა ბავშვი ეგზნობს თავს დამაკმაყოფილებლად თავთან ხედით პირველი ანა ჩინჩალაძე დიახ მე მივედი ვინა თქვენ მიხვდით და აბა და აი ეს როგორ გაიგეთ ზუსტად რომ მივედი და ბავშვები ანუ წრე ქონდათ შეკრული ბავშვებს ვკითხე რა ხდება ანკა გახდა ცუდად რა გჭირს თქო ანკა აბსოლუტურად ჩვეულებრივ პასუხობს რომ დამცხა და ჩამოვჭექი ბავშვს იმ მომენტში ანუ რატომ მოვიტყუები ბავშვსაც უნდა კითხონეს იმ მომენტში აბსოლუტურად არ ვიცი გააზრებული ქონდა თუ არა რომ გული წაუვიდა მაგრამ იმ მომენტში ასე ასახა მისი მდგომარეობა რომ უბრალოდ დაცხა და ჩამოჭდა წყალს ეხლავე მოგიტან თქო ტრიალდები სტუდიისკენ და მშობლს მოვაქ წყალი აწვდის და სვამს წყალს რო ვასმევთ მეუბნება რომ ფოტოებს იღებენ და გაიქცა ფოტოების გადასაღებად იმ მომენტში მეც ესე მძიმედ ეს ნამდვილად არც აღმექვამს და არც დამიშვია რომ ბავშვი აი ესე მოწყვეტით დავარდა თორემ კიდევ ერთხელ რა ვიცი კარგი ეხლა ეს მაგ შეკითხვა უკაცრავად ესეთი ვიც მარტო თქვენთან არაბეთ თუ მეც ეხლა ბავშვი უკვე ცუდად გახდა აქავართ რადგან ესე მივდივართ ძიებით და კარგად მივდივართ დაეცა ეს სიტყვა სად ვინ გაიგო და სად პირველად რომ ბავშვი დაეცა ეს ცუდად არის კარგად ვარ ვიღაცამ ხო თქვა მე არ გამიგია ეგ სიტყვები ან ოპერატორი ვინმეს არ გაიგიათ რომ ბავშვი დაეცა არავის ამ შობელს არავის არ უთქვამს ოპერატორი ვერ გაიგებს იმიტომ რომ ხურბილები ეკეთებს არა ხო მორჩა მე ვამბობ აი როდესაც ეს ინციდენტი ან ბავშვმა თვითონ ან სადღაც ამ მშობლებმა დაცემის შესახებ არა ვერ გავიგე რომ მორჩა თქო უკვე მშობლები აი რა მშობლები ან ვიღაც რას ამბობდნენ ამ ბავშვი რომ მორჩა ბავშვი არის ვიღაც მაისტრის ფონზე რომ მან ბავშვი ხوار დაეცა თუ რა პირველი მეგონი მაგა დააფიქსირა ხო მაგრამ მე არ გაგძელდა რომ დაეცა არ დავინ არა ხელმძღვანელებმა ხელმძღვანელებმა გამოიყენეს ის ბავშვი წყალი დაალებინეს თუ რაღაცა იყო და ეს იყო შემდეგ უკვე დამთავრების მერე სიმღერის დამთავრების მერე კაი ახლა ყველა ოპერატორს არ შეგაწუხებ და აი მაინც რა დაინაი რამე ისეთი არის ახლა სათითაოდ რო არ გითხართ რამე უბრალოდ ჩოლურად იღებდით ზეგ გავიგეთ ეგ ამბავი ანუ მესამე დღეს კი კარგი ეს ჩადაწერის ამბავი თქვენ როგორ გაიგეთ რუსო ჩანაწერის ამბავი შუა ღამეს მე ჩემმა ერთმა მეგობარმა ჩამიგდო რომელსაც ბებიამ რო პოსტი დადო მე ჩავუგდე თავარ პროდიუსერს და იქიდან გაიგო მაგან და მე გავავრცელეთ ერთმანეთში და ღამევე დავიწყეთ ამბავი რუსიკო ყურაშვილი დაუკავშირდა მის პედაგოგს ამ ლევანს რომელმაც უთხრა რომ ერთ-ერთმა მშობელმა გადაიღო რუსო თუ მეჩლება შემისწორე ერთ-ერთმა მშობელმა გადაიღო ოღონდ თვითონ როდესაც იღებდა ეთერს უყურებდა და იმ მომენტში კადრში არ იყურებოდაო და მე დაუხედავ სამშობლოს აღმოუჩენია რომ ბავშვი ასე ცუდად ეცემა გადაუგზავნა ამ პედაგოგ ლევანს და ამ ლევანმა გადაუგზავნა მშობლებს ეს ჩანაწერი და უთხრა რომ ბავშვი ძალიან ცუდად წაიქცა და იმიტომ რომ მე მგონი ეს მშობელი ამ ბავშვს არ ახლდა აქთან და მიაქციეთ ყურადღება რამე არ კონდეს ნატკენი და როდესაც ამ მშობელს გადაუგზავნა დედას თუ მამას ზუსტად არ ვიცი მის მამას იმის ამ ბავშვის ბებიამ რომ დადო ჩვენ მხოლოდ მაშინ ვნახეთ და მაშინ ავტეხეთ ამბავი ეს შუაღამე იყო როდესაც დავიწყეთ ძიება უკვე რა ხდება როგორ ხდება დილასვე კომუნიკაცია გქონდა მის დედასთან თიკო ელაპარაკა დიდხანს მის პედაგოგებთან რომლებიც ერთიანად ჩავრთეთ რომ რა მოხდა როგორ მოხდა და აი ამ პოსტის ბებიის პოსტის მერე და ამ ერთ-ერთი მშობლის აი ესე გასაჯაროებული ვიდეოს მერე გავიგეთ ჩვენ ეს პედაგოგები სტუდიაში ვინც არიან ეს პედაგოგები ესენი არიან ხო სტუდიაში ეს სტუდიაში არიან პედაგოგები და მშობლები მშობლები პედაგოგები დანარჩენი მშობლებიც იყვნენ უბრალოდ ხა ხმაურია ხოლმე და ბუნებრივია რომ გარეთ გაუშვეს ერთი 25 მშობელი კიდე გარეთ დგას და ელოდებიან ბავშვებს საეთეროში რუსო იყო ბანისებში ვუყურებდი ამას და
აი მართლა აი მონიტორს რომელსაც მაყურებელიც ხედავს მე და სალომე უყურებდი და რაღაც არაჩვეულებრივად ლამაზი ბავშვები ანუ იმის თქმა მინდა რომ სულ უყურებდი ის კი არა რომ სადმე გავიხედი იმდენად ლამაზები იყვნენ ბავშვები რომ ნახე რა კაია და აი ეს რომ დასრულდა ეს სიმღერა წამოვედი ისე გამოვიქეცი რომ ბავშვებისთვის მე თქვა მადლობა და რა ლამაზებიდან ინჭიერები ხართ ჩამოვდივარ და ბავშვის ზის იქვე არ გამკვირვებია გითხრათ სიმართლე იმიტომ რომ ძალიან რა ვიცი ამ ბავშვებს ემართებათ ეს და ეს ვიცით უკვე დიდი ხანია ზის ეს ბავშვი ადგას ერთ-ერთი პედაგოგი თავს და ორი მშობელი ბავშვი არის კარგად ნუ წყალი მივხვდი შულო რა დაგემართავე კითხები მეუბნება რომ დამცხა რამე ოჭამე კიდე ცალკე ხო დამცხავ მეუბნება აი ეხა აქაც არ არის კონდიცირება და იყო იმ დღეს კონდიცირება არაფერი განსაკუთრებული ქალბატონი ბავშვები ამბობდნენ რომ ძალიან ცხელოდა აქ ჩავთეთ ეხლა ვანიშნე დათიშული იყო კონდიცირება იქ თუ იყო კონდიცირება დრო დაჭირდება და აგრილდება როგორ იქ საკმაოდ კარგი ტემპერატურაა სამუშაო ის რაც სტანდარტით არის გათვლილი ეს იმას გეუბნებით ძალიან ცხელ აგერ კიდე დაადასტურა ადამიანს ცხელა ვიღაცა სივა უმეტეს შემთხვევაში პირიქით გვაბრალებენ რომ ძალიან ცივა სტუდიაში ხა როგორ დაგაბრალებდნენ არა არისო ქალბატონული კაი ხა ჩვენ ხო ვიყავით იქ და ანუ იყო ჩართული კონდიცირება ამაზე რა თქმა უნდა და არისო ხა ესეთი სიცხე უბრალოდ იქ არის დიდი განათება არის ბევრი ხალხი და ეს ცოტა რაღაცას ხუთავს ხო დამცხა ბავშვმა თქვა და უცბად ისა როგორ ხარ ახლა მეთქი კარგათო მითხრა მე უცებ ბავშვები დაკუნტრუშებენ იქ რაღაც იღებენ სურათებს არერთემ და ესე წამოიწე და იჯექი მეთქი მე უთხარი და არა მეც მინდაო გავარდა ბავშვი ჩაეხუტა ლიზას გადაიღეს და მე რასაც ხედავდი გარეთ ეზოში ფოტოსესია ჰქონდათ მოწყობილი აი არანაირად არ ჩაგვირვლი აი როგორც რუსო ამბობს ღამე ჩამიგდო რუსომ ეს და მართლა წამოვხტი სკამიდან აი სკამიდან წამოვხტი ეს ხო ძალიან მძიმე სანახავი ცოტა ესეთი შეიძლება უჩვეულოდ მოგესმათ ეს კითხვა, მაგრამ სამედიცინო განათლება ვინმეს თუ აქვს თქვენ აქ ბრძანდებით რომელიმე თქვენთაგანს. თქვენ გაქვთ? კი ბატონო, მეტი თქვენ იქ იყავით. არ ყოფილხართ. ვინც იქ იყო, ვინმეს აქვს რამე სპეციალური ან პირველად დახმარების კურსები ან სამედიცინო დახმარება სამედიცინო არა გაქვთ. იცით რა არის საჭიროებაც არ შექმნილა. კი ბატონო, ოპერატორებს გაქვთ, რომლებიც იქ არა, გასაგები. კი ბატონო, დიდი მადლობა. ახლა ძალიან დიდი გამოცდილება აქვს საბავშვო როგორც საბავშვო მიმართულებით თქვენ კარგად გახსოვთ. აქედან გამომდინარე აი ეს ოპერატორები ვინც აქ არიან ბასტიბობის დროსაც ოპერატორები იყვნენ და მათთვის ეს უცხო არ არის ბავშვებთან ურთიერთობა. დაუბრუნდები ტემპერატურას თუ შეიძლება სტუდიის ტემპერატურას რაც შეეხება. ეს არის საერთაშორისო სტანდარტებით და 1000-ჯერ გადამოწმებული თუ ვინმე საინტერესო შეგვიძლია კიდევ გავიაროთ და ვანახოთ ჯერ ერთი ჭერის სიმაღლე არის დაახლოებით 15 მეტრი და ესე ადვილად სტუდიას ვერ გადაახურებ უფრო გათბობის ხრივ შეიძლება მეტი ხარჯი იყოს ვიდრე გაგრილების კუთხით თუ ფიზიკა და ტემპერატურა მაღლა ადის აქედან გამომდინარე გათბობაზე და გაგრილებაზე არანაირი იდეალურად გამართული სისტემაა სტუდიებში იდეალურად მად მე კითხვები არ მაქვს პლუს ახლა ვეწევით თემას და საეთეროზე იყო საუბარი ზურა თუ შეგიძლია სკრინშოტი მაჩვენო ნახეთ რა მინდა შევეხო ამდენი მონიტორებია საეთეროშიო და როგორ ვერ დაინახესო მე მინდა რომ თქვენი თვალით ნახოთ რა ფუნქცია აქვს თითოეულ მონიტორს ეს არა მეორე ეს კრუპნია ეს ერთი მონიტორის კადრია მანახებენ მე მაინც კიდე მინდა დავამატო შეიძლება იმ სტუდიაში მომენტში ოპერატორები გადაამზადა თავის დროზე მარი მალაზონიან პირველად დახმარებაზე მაგრამ ასევე გვყავს უსაფრთხოების სამსახური და აქ არის გარკვეული ჯგუფი რომლებმაც პირველად დახმარებას სპეციალურად გაიარეს და ყოველთვის ხშირად ხდება ხოლმე ჩვენთან როდესაც ადამიანები ცუდად ხდებიან მათ შორის ოპერატორებსაც აქვთ ხოლმე ჯანმრთელობის პრობლემა ბოლო თვეში სამჯერ ყავდა მარტო სასწრაფო გამოძახებული და პირველად დახმარების მცოდნე ადამიანები საკმაოდ ყავს ტელევიზიაში სტუდიიდან დაუბრუნდები ამ მონიტორებს ნახეთ კი გეთახმებით რომ ბევრია ნამდვილად მაგრამ ეს რა მონიტორია უღოდეს აი მაგის ახსნა მინდა ეს არის გადაღებული საეთეროში სკრინშოტი ერთ-ერთი გადაცემის დროს სტენდის მონიტორების რეალურად კი ბევრია მაგრამ
სტუდიიდან წამოსულ სიგნალს უშუალოდ კამერებს რაც შეეხება, ცენტრში ქვედა ტელევიზორში თუ დაინახავთ 8 კუბიკი რომ არის. ამას მულტივივერს ვეძახით, ანუ რამდენიმე ფანჯარა. მხოლოდ ამ პატარა ფანჯრებში ჩანს კამერიდან წამოსული სიგნალი. დანარჩენი არის ან გარედან შემომავალი სიგნალი, ან კომპიუტერიდან წამოსული, ასე ვთქვათ და პრევიუ მარცხენა პროგრამა მარჯვენა, ცოტა დიდები ზედა რაც არის. აი ქვედა არის უშუალოდ კამერები ინდივიდუალურად რაც მოდის. აქედან გამომდინარე, როცა ამბობენ რომ ამდენი მონიტორები გაქვთ და არ ჩანს, აი ამიტომ შეიძლება წვრილმან დეტალი არ გამოჩნდეს. თან ვიმეორებ რომ წამნახევარის განმავლობაში ბავშვი გაქრა კადრიდან და ძალიან რთულია ესე დროს ლაივში ის გადახვევის დროს ვეძებდი ადგილს რომ რა ადგილას დავარდა, აი სად დავარდა. ნუ ამის ხმა მინდა რა. აკი ეხლა ბოდი ესე რამე სტამატება გილა თორე და შეკითხოთ დასვალი საბოლოო საფუძველი და წავალ და მე ეს უფრო ჩოვიდე კიდევ ისე თუ იმას დამატებით აუჩდება რაღაცა. ეთერის ჩანაწერი თუ გაქვთ ბატონ ალექს? დიახ, რა თქმა უნდა. შეიძლება ვნახოთ. ეხლა ამ მომენტში შემიძლია ვერ განახოთ, მაგრამ გადმოგცემთ რა პრობლემა. მე მაქვს კითხვა თუ შეიძლება, ესე იგი ძალიან სამწუხაროა რომ არ არის ეს სამსახურების ხელმძღვანელი, მე ვთხოვე ბატონასის, მაგრამ რატომღაც ან არ მოიწვია გენერალური დირექტორი, ასევე იურიდიული სამსახურის უფროსი. გამოგიგზავნეთ წერილი რომ დასწრებოდნენ ამ შეხვედრებს რომ მათ საერთოდ არ ვინახავს თქვენ წერილი ხო თქვენ? არ გინახავთ? არა. საერთოდ პირველად მესმის და ძალიან სამწუხარო, იმიტომ რომ გავრცელდა ეს სამერო საბჭოსში და თქვენ მე მოიკითხეთ სადაც საჭირო მე ძალიან მიგვეს. მუშაობთ ხადა ხო, კი ბატონო, მაგრამ რატომ მე ეს დავსვი, იმიტომ რომ ვისაფსახურის უფროსი არ არის. ვისაც ეხება ეს საკითხი, ხა რა კითხვაც უნდა დავსვა. ვინ ესე იგი სპეციალურ ესეთ შემთხვევებში არსებობს სპეციალური პროტოკოლები რა. ეხა მესმის არსებობს ასე თქო ორი მიმართულება, ერთი სხვა ადამიანები ვინც მუშაობს და მათ შეეძლო დაინახათ, ან არ შეეძლო დაინახათ, მაგრამ პროტოკოლი ნიშნავს იმას, რომ სპეციალური წესი არსებობს, რომლის მიხედვით გამოყოფილია სპეციალური ადამიანი, რომელიც არაფერს არ აკეთებს, მარტო ამას აკეთებს და მით უმეტეს როცა არის ბავშვები და ეს არის საჯარო ღონისძიება, ის აკვირდება რამე არ მოხდეს მსგავსი. უნდა იყოს სპეციალური ადამიანი გამოყოფილი. ამაზე კითხვა მქონდა, გვაქვს თუ არა ესეთი პროტოკოლი და არ ვიცი, ხა რახან აქ არ გვესმის ის რომ ვიღაცა კონკრეტული ადამიანი იყო გამოყოფილი, არა შემოქმედებითი ნაწილის კუთხით, არა ოპერატორი, რომელმაც შეიძლება ვერ დაინახოს, გასაგებია, არა რეჟისორი, რომელიც შეიძლება სხვაგან იყურება და სხვა ფუნქცია აქვს, არამედ უნდა იყოს სპეციალური ერთი ადამიანი, რომელიც არის ამისთვის იქ, რომ ბავშვი არ გახდეს ცუდად, რამე არ მოხდეს ესეთი და ის არის პასუხისმგებელი ესეთი. მე ხო ხედავ რომ ესეთი ადამიანი ვისმენ დიდი ხანია რო ყოფილიყო აუცილებლად მოვისმენდი, ამიტომ მინდოდა ბატონ ვასილ მე რო გითხარით ხელმძღვანელის და პირის არსებობა და მე ვერ ვნახე სამწუხაროდ არსად არ არის ეს პროტოკოლი ატვირთული, იმიტომ რომ ეს ვალდებულება არსებობს კანონმდებლობით, მაგალითად ბავშვთა უფლებების კანონი პირდაპირ ამბობს ამას და ეს არის ვალდებულება იქ სადაც საჯარო ესეთი ტიპის ღონისძიებები იმართება. ეს დოკუმენტი უნდა იყოს ატვირთული ფორმალურად და არა მარტო ატვირთული, უნდა გააცნო ბავშვების მშობლებს და მან უნდა იცოდეს სად მიდიან და ვინ არის ადამიანი პერსონალად პასუხისმგებელი. გარდა ამისა, მეორე საკითხია, ახლა ეს მე უბრალოდ არ შემეძლო არ მეთქვა და კითხვა არის იმასთან დაკავშირებით, ექიმი არსებობს ამე პრაქტიკა, მე როგორც ხედავ, ძალიან უცნაურად ჟღერს, რომ ახლა 2 დღე გავიდა, მე ვიგებთ, მაგრამ ექიმი როგორც წესი ამას ასევე ითხოვს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ, რომელიც გამოდის ქალბატონოსუდან გამომდინარეობს ბავშვთა კონვენციებიდან, რომელსაც ჩვენ შევერთდი და სხვა ძალიან კარგი კოდექსი მიიღო საქართველოს პარლამენტს, სადაც წერია, რომ ასე დროს უნდა აუცილებლად იყოს ვიღაცა დამსწრე, მასთან ერთად, ვინც უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, დამსწრე, რომელიც სამედიცინო საკითხებში არის გარკვეული, იმიტომ რომ უცბად რომ დაჭირდეს ბავშვს და დაჭირდა ბავშვს.
და ჩვენ ვერ გავიგეთ რომ ის ბავშვი საერთოდ თურმე გული იმ ბავშვს თურმე გული წავიდა და როგორ ახარ ვეკითხეთ კარგად ავარ და დამთავრდა თემა. ამიტომ იქ უნდა იყოს ვინც ამას დაინახავდა და იმას მოთხოვდით ყველანი პასუხს და არა ეხლა ოპერატორს ვეკითხებით რა დაინახე თუ არ დაინახე და რეჟისორს ეხლა ეს მათ შეიძლება მართლა არ დაინახათ და მე მესმის ეს სიტუაცია მაგრამ აი ეს ადამიანი უნდა იყოს პროტოკოლის მიხედვით ექიმი უნდა იყოს და თავისთავად ეხლა ბავშვი ცუდად ხდება და თავი დაარტყა წაიქცა გაუშვით სახში უნდა ექიმა ნახოს აუცილებლად ესეც მოთხოვნა არის ვინ იცოდა რომ ბავშვმა დაარტყა თავი არა როგორ თუ ვინ იცოდა არა ვინ იცოდა როდესაც ერთი წამი იქ უნდა ესწრებოდა მე ხა კითხვა მაქვს ბუდის გიხდით ბატონო კითხვა არის ესეთი ესწრებოდა ექიმი ამ ღონისძიებას საჯარო ღონისძიებას სადაც სავალდებულოა ესწრებოდეს ან ექთანი ექიმი და ექთანი ასეთი შტატი საზოგადოებრივ მაუწყებელს არ აქვს. გიპასუხეთ, რომ ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების სამსახური, სადაც გადამზადებულები არიან პირველად დახმარებასთან დაკავშირებით. ბავშვს რომ დაჭირებოდა პირველადი დახმარება და ვისაც ჰქონდა მასთან პირველადი კომუნიკაცია, ბავშვმა უთხრა, რომ ის მას დაცხა და გახდა ჩამოჯდა და აგერ არის მოწმე და ბავშვმა გააგრძელა ფოტოების გადაღება ვისთვის უნდა გაეწია პირველად დახმარება სასწრაფო რატო უნდა გამოგვეძახა თორე სასწრაფოს გამოძახებას რაღა უდგა მაშინ ხო ბავშვი ევკაცრავად დავასრულებ ბავშვები რომლებიც მოდიან მათზე პასუხისმგებლები არიან ის პედაგოგები რომლებსაც მოყავთ ამიტომ ზოგი პედაგოგი არის რომელსაც აკრძალული აქვს მშობლების მოყოლა ზოგი არის ვისაც მშობლები მოყავს აუცილებლად ჩვენზე მეტი საბავშვო გადაცემა და ჩვენზე მეტი ბავშვი, რაც ამ ტელევიზიაში გადის. ყველა ტელევიზია რო ერთად შევაერთოთ, ერთად არ გადის. თითო სეზონ რანინაზე 1000-ზე მეტი ბავშვი მოდის მარტო კასტინგზე. მეტიც საბავშვო ევროვიზია ჩავატარეთ ჩვენ და 17-მა ქვეყანამ გვანდა თავის ბავშვები და იქ არ გქონია ამისთანა შტატი და იბიუს და ევროპის მაუწყებელ კავშირს არ ქონია ესეთი დამკვირვებლი შტატი, რომელიც უშუალოდ ბავშვზე იქნებოდა დაკვირვებული. სასწრაფო იდგა გარეთ ყველასთვის, ბავშვისთვის, დიდისთვის და დიდებმა კი მიმართეს რამდენიმე. დანარჩენი მინდა რომ ლანამაც დაამატოს, იმიტომ რომ ბავშვების და მშობლების პასუხისმგებლობა და დავაზუსტებ მაშინ კითხვას თუ თქვენ ზანეთ არის სადაც ჰიპოთეტურად უსაფრთხოების სამსახური კი ბატონო ესწრებოდა იქ მისი მოვალეობა არის მისი მოვალეობა დააკვირდეს პროცესს რომელ პროცესს მასე შეიძლება უფროსი ადამიანი გახდეს ცუდად მაგას ხიხს ბავშვებს უნდა უყუროს დიახ ბატონო სუდან ყო აი რო არიცით ამიტომ არის ვინც იცის ხო და მაგაშია საქმე ვინც იცის ის უნდა ყოფილიყო წესით იმიტომ რომ წერია არსებობს 67-ე მუხლი მეოთხე პუნქტი, სადაც პირდაპირ წერია, რომ საჯარო ღონისძიებები, სადაც ბავშვები მონაწილეობენ 57 ბავშვი იქ უნდა ესწრებოდეს უსაფრთხოებასაც მზე პასუხისმგებელი მათქმევინეთ გაბატონოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და არა ეს პატრიოტიანი ხალხი ამათან არ არის ახლა საკითხი. უნდა ეს ადამიანებს ესროდნენ ტალახს. არა მე ხა არ გინდა მე კიხსნი კიდევ ერთხელ რომ კაი, ხო კითხვა დავსვი და გავიგე თქვენი პასუხი რომ არ ესწრებოდა. გასაგები მადლობა. არიან და ოპერატორებსაც აქვთ პირველადი დახმარების კურსი გადაღებული და იმ ბავშვს დაჭირვებოდა იქ პირველადი დახმარება. აუცილებლად გაუწევდნენ პირველად დახმარება. ჩვენ ახლა ჯერ შეკითხვები დავსვათ და მე შეფასებით ხა ყველა თავისად შეფასებს. ახლა ჩვენ ამ კამათით იურიდიული საკითხები ვერ გადაწყდება. შეიძლება მე ვთქვა ამ შემთხვევაში მე თავისუფლებას ვაძლევ, იმიტომ ჩავერთო ამ საუბარში, რომ ჩემი 55 წლის ცხოვრებიდან 25 წელია ვაკეთებ საბავშვო პროექტებს და ერთი სეზონის ჩაწერაზე და ერთ გადაღება დღეზე შეიძლება სცენაზე მეყენოს 300-400 ბავშვი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი შემთხვევა შემიძლია გითხრათ, როდესაც ბავშვი გახდა შეუძლოდ. და ვისაც მუსიკასთან და სიმღერასთან და გუნდთან როდესმე შეხება ქონია, ყველამ ვიცით ძალიან კარგად, რომ ეს არის ძალიან ხშირი შემთხვევა. იმიტომ რომ ეხლა მე ფიზიოლოგიურ პრინციპს ვერ აგიხსნით, იმიტომ რომ იქ ბავშვის დიაფრაგმაზე როცა აწვება ხმა და ბევრი უდგას გარშემო, ეწყება ეს მომენტი და ძალიან ხშირი გვაქვს ეგეთი შემთხვევა და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ამ მომენტს ბავშვის შეუძლოდ გახდომის ვაფიქსირებთ,
არც ექიმი გვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს იმ მომენტში როგორ დავეხმაროთ ბავშვს. რა თქმა უნდა, ეხლა თუ რაღაცა გართულება იწყება, მომენტალურად ხდება სასწრაფოს გამოძახება და ანუ ეს არის აბსოლუტურად ჩვეული მომენტი, როდესაც გუნდში მდგომი ბავშვი ხდება სიმღერის დროს ხანდახან შეუძლოდ და ძალიან ბევრი შემთხვევა მთხოვნია ეგეთი, კიდევ ერთხელ გიმეორებთ და კიდევ კარგი და ამ შემთხვევაშიც ვიძახი რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ალბათ ყველას ის გვჭირს ახლა რომ იმ ბავშვს სხვა არაფერი დაემართა გარდა იმისა რაც დაემართა და ყველანი გადავრჩით ამ შემთხვევაში და ამ შემთხვევაში ნუ ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვიძახი 25 წლიანი გამოცდილება მაქვს უზარმაზარ კოლექტივებთან მუშაობის არასოდეს არ მქონია მძიმე შემთხვევა თუმცა გულის წასვლა და გონის დაკარგვა ძალიან ხშირად მქონია მაგრამ შეიძლება მე დაგისვათ ახლა შეკითხვა მე ვიცი როგორ დავეხმარო ბავშვებს და ძალიან წარმატებულად ვაკეთებთ ამას მაგრამ თქვენ როგორც ბორდის წევრმა რატომ აქამდე არ დასვით ეს შეკითხვა საზოგადოებრივ მაუწყებელს რატომ არა აქვს ამ ტიპის შტატი თუ რატომ აი უნდა იყოს ესეთი ადამიანი რა ვიცი მართლა ამდენი საბავშვო გადაცემა და ამ ხელა კოლექტივები ხალხური რანინა და ნუ რა ვიცი მე ნამდვილად არც ერთ არხს არ აქვს ასეთი მასიური პროექტები როგორც ჩვენ გვაქვს და მე კიდევ ერთხელ ვიძახი ამ შემთხვევაში როგორც პროდიუსერი თქვენ ცხოვრობთ თუ თქვენ არა ხართ ვალდებულიო და აი თქვა მაშინ თქვენ ხართ ვალდებული მე ვიცი როგორ დავეხმარო ბავშვს მომენტალური წესით და ამ შემთხვევაში მე თუ ვმუშაობ 200 კაციან შავნაბადას გუნდთან ერთად იმ გუნდშიც არიან ადამიანები რომლებმაც მომენტალურად იციან როგორ დაეხმარონ ბავშვს და საერთოდ როცა გუნდი მიყენია თორე როცა მარტო სოლისტი დგას და ეს უმეტეს შემთხვევაში თუ ხა ბავშვს რაღაცა გლობალური ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს ესეთი შემთხვევაში ეს ყოველთვის ხდება გუნდში აი ესეთი უცებ გონის დაკარგვა და გულის წასვლები ბავშვის ამიტომ ყოველთვის გუნდშიც და გუნდის ხელმძღვანელობაში არის ესეთი ადამიანი და ამის აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ კიდევ ერთხელ ვიძახი წინააღმდეგ შემთხვევაში ასე წარმატებით ამდენ წლებს ვერ გავატარებდი და ერთი შემთხვევა მაინც გვექნებოდა და ნებისმიერ სხვა კოლექტივებში მადლობთ ლანა შესაბამისად ნუ აი მე გაგეცით პასუხი კითხვა თამთას სალომე გოგინაშვილთან მაქვს შეკითხვა სალომე რა მინდა იცი კითხო მშობლებისგან ვიცი რომ ანა ჩინჩალაძე რომელიც ახლა მასწავლებელი გუნდის ასე ვთქვათ დირიჟორის ფუნქციის მატარებელი ის ესწრებოდა რა თქმა უნდა აი ამ წარმოდგენას და ის აწვდიდა ინფორმაციას ბავშვებს ანუ ანიშნებდა რა როგორ უნდა წარმართულიყო პროცესი და იცით ვინ არის საჩანს ეს ადამიანი აი ამ ჩვენს ვიდეო კადრებში იცით რა არის ანა ჩინჩალაძე კონკრეტულად აი ამ ჩანაწერში იმიტომ რომ მან უთხრა ბავშვების მშობლებს ბოდიში დავაკონკრეტებ რომ როდესაც მე არაფერი არ შემჩნევიაო განსაკუთრებით უბრალოდ რომ შეფორიაქდნენ ბავშვებიო ხელით ვანიშნეო რომ ასე ვთქვათ რაშია საქმეო აი ესეთი რაღაც ვუთხარიო აი ეს დეტალები ვინმეს გაურკვევია ვინმე იცის ანუ აი რა იმალება ამის უკან არ არის ეს საინტერესო თქვენთვის რომ გავარკვიოთ რასთან ხოდა უნებრივია რომ არა მარტო ჩემთვის ყველასთვის საინტერესოა რეალურად რა მოხდა მაგრამ ანა ჩინჩალაძემ თუ ნებისმიერმა სხვამ რომელიც კადრს მიღმა იდგა რა ანიშნა ამის დანახვის საშუალება ჩვენ არ გვაქვს საქართველოს ფეხზეა დამდგარი რასაც ქვია და უყურებს ახლა ამ გადაცემას და ძალიან ცინიკური დამოკიდებულება თქვენი კითხვა ლაშას ვინაოდ არ არის მართებული არ არის ადეკვატური ერთი წამით თქვენი კითხვებიც არ არის ხშირად მართებული მაგრამ ვიტოთ და მე მგონი კონსტრუქციულად მივიდეთ აქ მართებული ერთი წამი რა აი ახლა რასე არა გავაგრძელოთ მე მგონი სალომეს პასუხი უფრო საინტერესოა აი ეს ადამიანი არის თუ არა იდენტიფიცირებული ამ კადრებში და რა ფუნქცია ქონდა იმ მომენტში როცა ბავშვი დაეცა და შემდგომ მომენტში
ნახეთ, მოდით სულ თავიდან დავიწყოთ. ხება ისა თქვით პარალელური გადამოწმეთ და ანა ჩინჩალაძე და საშვიც არ არის დაშვებული. ვინ არის ანა ჩინჩალაძე უკაცრავად რუსო შობლის თუ შეიძლება ერთი წუთით ეხლა ჩვენ ცხოვრობს ბავშვების მასწავლებელი ისეთ სიცხე იყო ეხლა ოდნავ აგრდა მეც დამე ბინდა გონება კინაღამ ანუ არის მასწავლებელი რომელიც ბავშვებს ხელმძღვანელობდა აი ამ სიმღერის პროცესში ასე ვიცი ჩვენ და იმიტომ ვართ აქ რომ ეს კითხვები დავსვათ და დავაკონკრეტოთ რა იყო და როგორ ბუნებრივია რუსო ერთი წუთი თუ შეიძლება რა მივდივართ კარგად და ყველა ებიტოვართ რომ კითხვები დავსვათ და ეხლა არის შეკითხვა ვინ არის ეს ანა ჩინჩალაძე თქვენს გისვამთ და ვინც იცის იმანაც და გადუგვიმართეთ ახლა ვინ არის და ვინ ესე იგი დავშვა თამთა ცხვიტარია თამთა არის საშვი არ არის დაშვებული ასე სადაც ხო და ეხლა თქვენ გეკითხებით ვინ არის ქალბატონელიკა პედაგოგიაო როგორც მშობელმა მომაწოდა ინფორმაცია ბავშვის მშობელმა ეს არის მასწავლებელი რომელიც ხელმძღვანელობდა მთლიანად ბავშვების სიმღერის პროცესს აკვირდებოდა და აძლევდა მითითებებს. ასე ვიცი მე და იმიტომ ვარ აქ რომ დავსვა ეს კითხვები. იყო თუ არა ასე? რა იყო? როგორ იყო? რომელი მშობელი კი არა, ანკას დედაზეა აქ საუბარი და ბებიაზე, რომელთაც მაგ ახლო კომუნიკაცია ეს ორი დღე. მე კითხვები არის და მოვიტანე ეს კითხვები აქ და გასაგებია კითხვაზე პასუხი მე მგონი გაცემულია ახლა ბოდი შევთანხმდეთ ეს. ანუ ესეთი ადამიანი არ არსებობს. ჩვენ ამას მე მაგალითად წინასწარ ვიტყვი მე უკაცრავად ხმეც ხო გისვათ და შემიძლია მე ისე რომ გითხრათ ბევრი კითხვა წინასწარ შემიძლია გითხრათ რომ მე რაც ჩემთვის მაგ ესე კითხვა მაგრამ ვიტყვი რომ ალბათ ცხადია საზოგადოება აქედან რაღაცას იგებს ვიღაცას დაკმაყოფილდება ვიღაც არ დაკმაყოფილდება მაგრამ შესაბამისი უწყებები ამისი სპეციალისტები ვინც არის ბავშვთა უფლებები და არა მხოლოდ ეს იმიტომ რომ იქ არის საუბარი რაც მოვიკითხე ასე შემდეგ და ამავე დროს უწყებები ამას ეს კამერებიც არის მითითებული და ეს პროტოკოლით მიდის მოქმედება და იმიტომაც მოგიხსენეთ რომ ეგ მანამდე არ უნდა ემა ჯვარი წერია და არ წაიშალოს რამე არ მოხდეს ყველაფერიო მათ შორის ეს უნდა დაირკვეს არა ამ საუბარში ვინ არის ანა ჩინჩალაძე რა იცოდა ანუ თქვათ რა დაინახა რა არ დაინახა იმიტომ რომ ეს ამბავია მაგრამ მე პირველ მაინტერესებს ეს ნამდვილად იცით ხო ტელევიზიის თანამშრომელი რა არის არ არის საშვი არ არის დაშვებული საშვი არ არის დაშვებული ამავე დროს არის ინფორმაცია ვიცით რომ ბებია ამბობს და დედა როგორც ქალბატონიკა ამბობს რომ გასაგებია და მაგრამ ამბობს რომ მე ვანიშნე ხელით ვიცით თემა რა არის მე ვანიშნე ხელით ამას ამბობს ხო ქალბატონიკა მე ვანიშნე ესე იგი უსუკე უკვე მე რომ გითხრათ რომ უკაცრავად გავიგე აი ეს არის უკაცრავად ჩემთვისაც ერთი წუთი შეიძლება ეს არის ჩემთვისაც ძალიან საინტერესო სიტუაცია და მე ვიტყვი რატომაც იმიტომ რომ ეს ჩვენ ტრიალებთ რომ ეს დეტალებია ამაში გაერკვევია ვინც გასარკვევია ყველაფერი მაგრამ აქ სინამდვილეში ბატონმა გიამაც აღნიშნა ორი რამეზე მედის ლაპარაკი ხო სინამდვილეში ისთვის მედიოდა ახლა ჩვენ გადავდივარ და ახლა ჩემთვის რაც თავი აღმოჩნდა ესე იგი გაიყვა რომ ანა ჩინჩალაძე რომელსაც თქვენ ამბობთ არა თქვენ იცით ისე ვინმე ანა ჩინჩალაძე აი ახლა წერ ზუსტად ანა ჩინჩალაძე არ ვიცით ვინ არის იმიტომ რომ ამ თემის დაგეგმვის პროცესშიც ჩვენ მქონდა კომუნიკაცია მხოლოდ იმ 4 ადამიანთან რომლებიც კადრში ჩანან ანუ ამ აკადემიის ხელმძღვანელებთან ანა ჩინჩალაძესთან არც ერთ ეტაპზე არანაირი კომუნიკაცია არ ვიცნობ აი არ ვიცი ვინ არის გულწრფელად რომ გითხრათ კონტაქტებოდნენ ყოველთვის მე კონტაქტებოდნენ ლევან ქუთათელაძე და ლაშა კერვალიძე რომ მე მგონი ჯობია თქვენ შეხვდეთ მშობლებს ასევე მე მგონი რომ ეცოთი ამას თქვენ ნუ გამოიტანთ ამ რეკოდესეს მე მგონი რომ პირიქით არის რომ მშობლებთან უნდა ისაუბროს მათ ვინც საუბრობს ტელევიზიას თანამშრომლებს არა აქვთ ეს კომპეტენცია რომ მშობლებთან არ ყვიონ ეს ამბავი და ეს მიიღებს ეს სხვადასხვა ის ბავშვების საკითხი ამას უნდა სპეციალისტები და ასე შემდეგ მე მგონი ეს საჯაროდ ესე გაჟღერდა და ვიცით ეს ანა ჩინჩალაძე ვინც არის გაჟღერდა და ამას მიხედავენ შესაბამის პირობები ეხლა რადგან ესეა კითხვა თქვენ ნამდვილად დარწმუნებული ხართ რომ არ იცით ანა ჩინჩალაძე ვინ არის არა ნამდვილად და ამავე დროს ჩვენ ვიცით ეხლა მე მინდა რომ უკან დაბრუნდეს ეს სიტუაცია და დაახლოებით სად შეიძლება იდგეს ანა ჩინჩალაძე ეს ახლა რადგან არის ჩემთვის ბავშვი ეს არის და რომელიც ანიშნებს ხელით რომელსაც ამბობენ რომ ანა ჩინჩალაძე ანიშნებს ხელით
ბატონო ვასილ თუ შეიძლება ერთი წუთით რა რა ხდებაო რა ასე თქვა თვითონ ამ გოგომ რა ჩიჩალაძე? რაო ხო უცა ქალბატონო ჩიჩალაძე თქვა როგორც მითხრა მშობელმა არა ხო ამიტომ ამბობ რომ მშობლებს უნდა შეხვდნენ აი სად შეიძლება რომ აბა ეხლა ერთი წუთი მინდა ერთი წამით ეხლა მეკითხოთ რომ ისა რუსო შეიძლება ერთ წუთით ხო გისმენთ ეხლა აქეთ-იქით რო არ იყოს ესე იგი პინგ-პონგის თამაში ვიდა ეხლა დავიწყოთ აქედან რადგან ასე მივდივარ და შევდივართ ისეთ სფეროში ადამიანები ვარ და გავიგე მარჯვენა მხარეს არის ოპერატორი ხო თახვდებით მეკითხოთ რომ კადისტარი მაინც მიადოთ რა ვიცი ისა ბუხო მოდი გაყევი არა აქედან დაიწყე რა რაღა იქიდან იწყებ კაცო შენ ხარ აი უკაცრავად აქ არის ოპერატორი ოპერატორი გადადი შემდეგი ეს არა ხო ეს შობელია ვიცით ნამდვილად იღებს ვიცით და ვიცით ვინც არის კარგი შემდეგი შობელია შემდეგი კიდევ ხედავ იქ მოიცა უკაცრავად მოიცადე როგორ ხო შობელი ხო აი წინ რაღაც ვარდისფერი უკაცრავად ბუხო წინ რაღაც ვარდისფერი რა არის ეს ოპერატორია კარგი კარგი ეხლა წიწადი აქ შეიძლება იყოს ხო ის არა ჩინჩალაც კარგი აბა იქით გადადი ხო ესეც ოპერატორია თეორიულად ესა კარგი თეორიულად ანა ჩინჩალაძე არის იმ ორიდან სამიდან ერთ-ერთი არის ანა ჩინჩალაძე ხო ეს არის ну ანუ როგორ თქვა მშობელი ესე იგი ეგ ცალკეთება არის ხა საბუცადებაში შეტებაში როგორ გამოვიყვა და როგორ შემოვიდა და როგორ ასაკებია მაგრამ ეხლა ესეთი სხვა არ იყოს შემოიდნენ გუფურად დაშვებული საშვით ისა მოდი აბაზე ჩვენ უკაცრავად მეკითხოს რატომ ისო როგორ შემოვიდა და ფაქტია რომ მომისმინეთ თქვენ მინდა რომ ხა გავიაროთ შემდეგ ფაქტია რომ ანა ჩინჩალაძე ვიცით და გავიარეთ რომელიც ხელით ანიშნებდა ჩვენ ხო არ გითქვია მომისმინე ბავშვებს ეკითხებოდა ხო და ხო თვითონ ხო და ამბავია უკვე ხო თვითონ ხელით ვიდრას ანიშნებს და ეკითხება სამი ადამიანია და შეიძლება ერთი კითხვაც ალბათ ხა პასუხს ვერ მივიღებ მაგრამ ანა ჩიჩალაძე ბავშვებს რო ანიშნებდა არა უკაცრავად ბავშვებს რო ანიშნებდა ვინმე ოპერატორს ან ვინმე სხვა არ უთხრა კიდე რამეც ხო არ ხდებაო არა გასაგებია გასაგებია ხო დიდი მადლობა ესე იგი მე პირველ რიგში უცბად უპასუხებ ქალბატონს მე მივწერე წერილი ოფიციალური რეგისტრაციის ნომრით ქალბატონ გენერალ დირექტორს აი ამ საკითხთან დაკავშირებით ასე რომ მე როგორც ბორდის წევრმა ამ საკითხს მივაქცია ყურადღება თუ გაინტერესებთ თუ გინდათ თქვენს გაგაცნოთ ამ წერილს თავი ხო კი ბატონო გაგაცნო კი ბატონო შეგიძლიათ ნახოთ ეგ წერილი ოფიციალურად გაგზავნილი მაქვს ეხლა რა შეეხება ამ საკითხს მე მინდა ისევ დაუბრუნდე იმ თემას რაც დავსვირა ხა ჩვენ მე მგონი აღმოვაჩინეთ ესეთი რამე რომ აი ამდენი ადამიანი ესწრება უამრავი თანამშრომელი მშობელი ახლა ბავშვებს რომ მომღერლები ზრდასრული ადამიანები და შეიძლება ბავშვი დაეცეს და რაღაც საბედნიეროდ გადავრჩით და შეიძლება და რაღაც უბედურებაც მოხდეს აი ისეთნაირად რომ აი ამ ერთ სტუდიაში ეს ტრაგედია დაატრიალდეს რა და ამან რაღაცა ხო უნდა გვითხრას ხო ეხლა ჩვენ პირველი ძალიან გაგვიჭირდება აქ დავადგინოთ ვინმე ნახა და არ თქვა ან რაღაც შეიძლება ვიღაცამ ნახა შეიძლება ვიღაცამ არ ნახა მაგრამ აქ ეხლა ამას ამ გამოძიებას ჩვენ ვერ ჩავატარებთ იმიტომ არავინ არ იტყვის ჩემი აზრით რომ მე ვნახე ხო იმიტომ რომ ეს საშიშია აი ყველა მიცის რომ თქვას ვნახეო მაშინ თქვენ რატო არ ამოიღე ხმა გასაგებია ეს ამბავი მაგრამ საქმე არის ინსტიტუციურ თემასთან და სისტემურ საკითხთან არის ხა მე ყველა არ დავსვი ის რაც კანონითაც გვარდება და სისტემურადაც გვარდება ესეთ ვითარებაში თუ აქამდე ესე არ იყო ეგ არნიშნავს რომ კარგი და დიდი პრაქტიკა გაქვთ ეგ არნიშნავს რომ ეს იყო კარგი პრაქტიკა ყოველთვის უნდა იყოს ვიმეორებ ასე დროს
სპეციალური ადამიანი, რომელიც არ არის დაკავებული სხვა საქმით, გარდა იმისა, რომ ბავშვების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს და უყურებს მარტო ამ ამბავს. გარდა ამისა, უნდა იყოს ასევე ადამიანი იქვე, რომელიც ახლო, რომელიც შეძლებს ამ ბავშვის დახმარებას. აი ეს არის გამართული სისტემა. თუ არ გვინდა რომ მომავალში ჯერ ერთი იმაზე არაფერს არ ვამბობ, რომ ეგ არის ჩემი აზრით დიდი ხარვეზი, დიდი შეცდომა, რომ აქამდე ესეთი წესი არ ქონდა, რომ ერთი ადამიანი ყოფილიყო პასუხისმგებელი აი ამაზე და არა ესე, რომ თან უნდა გადაიღო, თან შეიძლება დაინახო, თან რეჟისორი ხარ, თან უნდა დაინახო, თან ხმის ოპერატორი ხარ, თან უნდა დაინახო, ესე კი არა. კონკრეტული ადამიანი უნდა იყოს გამოყოფილი, რომ მომავალში არ მოხდეს ესეთი უბედურება კიდე და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ მოხდეს, ვერ გავემართლებთ თავს და ვერ ვიტყვით, რომ ხშირად თურმე ბავშვებს გული მისდით და თავს ურტყამენ და თითებს იღრძობენ და ფსიქოლოგი ჭირდებათ. ეხლა ასეთ გამოსცეს ხო არ უწყობთ აქ ბავშვებს ამ გადაცემებში არა, რომ თითები დაემტროს და რაღაც უბედურებები დაემართოს და მოხდა ეს უბედურება, მთელი ქვეყანა ამაზე ლაპარაკობს. ამიტომ ამბობ მე, რომ ჩემს პრინციპში უკვე გასაგები აქვს ვითარება როგორიც არის, მაგრამ მე ბატონო ვასილ თქვენთან ამაკითხვა რა. როდის დავნიშნავთ სამეორე საბჭოს ხდომას, იმიტომ სამუშაო ხდომა გულისხმობს, რომ ვამზადებთ სამეორე საბჭოს ხდომას, იმისთვის რომ ეს პრობლემები გადავწყვიტოთ. იმიტომ ჩვენ ახლა აქ პროკურორები არა ვართ, რომ გამოძიება ჩავატაროთ თუ გამოძიებლები ვინ დაინახა, ვინ არ დაინახა და ამითი ჩვენ ვერც ვერ გავიგებთ ამ კადრებით. შეიძლება მართლა ვიღაცამ დაინახა და ეხლა აღარ იცის რა ქნას. მაგრამ მე მგონია მე უდანაშაულოს პრეზუმპციას ვიცავ ცხადია და რო უყურებ ადამიანებს, გონია ეხლა ვის ბერს ვიცნობ აქ და ფიქრობ რომ არ დაუნახავთ, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის. ჩვენ უნდა შევცვალოთ ვითარება და არ უნდა ვიჯდეთ იმ ორ ვერსიაში, რომ იქ 20 წამი იყო გულწასული ბავშვი თუ 3 წუთი იყო გულწასული ბავშვი. ბავშვი ერთი წამითაც რო იყოს, მე ვეთანხმები ამაში ქალბატონ სუდანს, უკვე პრობლემაა, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით მიზეზი. ჩვენ აქ ექიმები არა ვართ, იქნებ უფრო სერიოზული მიზეზია, ვიდრე პატარა სტრესია. თან თავს ურტყამს ის ბავშვი კიდე იატაკს და კიდე არ ვიცით იქ რა ხდება, ხო? ამიტომ ამბობ, რომ უნდა დავნიშნოთ, არ ვიცით ეხა ჩვენ არ ვიცით ხელები ეგრძო ბავშვს და არანაირად არა ვარ დაზღვეულები ასეთ სიტუაციაში. ჩვენ უნდა ვიყოთ მომართულები, მით უმეტეს საზოგადოებრივ მაუწყებელი ხშირი ესეთი გადაცემები და უნდა ვიყოთ მომზადებულები, რომ არც ერთი წამი არ იყოს დაკარგული იმისათვის და ესეთი გაუგებრობა არ იყოს, რომ 100 კაცი მესამე დღეს იგებდეს რაღაცას. კი არა, ნახევარ საქართველოს არ არის ეხლა იქ ნორმალური ვითარება, ხო? ესე იგი რაღაცა პრობლემა გვაქვს მართვის მოდელში. ამიტომ ეს უნდა გავასწოროთ ჩვენ. მე გთხოვთ ბატონო ვასილ, მე ბატონ ვასილს მიმართავ, ქალბატონო სუდან თუ შეიძლება. მე მიმართავ ბატონ ვასილს, დავნიშნოთ სამეორე საბჭო აი ამ ინფორმაციაზე დაყნობით ვიმსჯელოთ, დაუძახოთ ქალბატონ დირექტორს, შესაბამისად HR-ის ხელმძღვანელს, იურიდიული სამსახურის უფროს, თუ საჭიროა, კი ბატონო, პატიოსანი ადამიანების წარმომადგენლებიც მოვიწვიოთ ცხადია, მე ამას გულწრფელად ვიძახი, იმიტომ ვიმეორო, ბევრს ვიცნობ და პატივს, იმიტომ ვიცი მათი პატიოსნების შესახებ, აქ ხა ყველას არ ვიცნობა, ვისაც ვიცნობ, ვიცი მათი საქმიანობის შესახებ, ამიტომ ვიძახი, თუ არის საჭირო ჩართოთ და მოვაგვაროთ ეს პრობლემა. მოვაგვაროთ ეს პრობლემა, იმიტომ რომ ხვალ შეიძლება იგივე გამეორდეს და კიდე აღმოჩნდეს, რომ კიდე ვიღაც ბავშვი ცუდად გახდა, კიდე ვერავინ ვერ დაინახა, კიდე რაღაცა და მე უნდა მთელი საქართველოს წინაშე თავი უნდა ვიმართლოთ და ამიტომ უნდა მოგვარდეს სისტემურად ეს პრობლემა. აი ესაა ჩემი მოსაზრება. დიდი მადლობა. ერთი წამით, ხო, ძალიან კითხვა და მინდა რომ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ბატონო ლაშა, და არა მხოლოდ ჩემთვის, მთელი გუნდისთვის. თქვენ ახლა ორჯერ გაიმეორეთ, რომ შეიძლება ვიღაცამ დაინახა, მაგრამ ამის შესახებ ახლა არ ამბობს. მე მინდა როგორც სამეურვე საბჭოს წევს კითხოთ. თქვენ უშვებთ, რომ აქ არიან ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ ეს დაენახათ და დაეიგნორებინათ ბავშვის წაქცევა? მე მინდა ან კი ან არა მიპასუხოთ. იცით რა არის ქალბატონოსი და არა მითხართ ორჯერ გამიმეორეთ თქვენ. თქვენ ჯერ ერთი გამონაკლისი დაუშვი მე ქალბატონს უპასუხე და თქვენ აქ ჩემს ასე ვთქვათ
პორტრეტზე ნუზრუნავთ რა. მე ვამბობ თეორიულად რა. მე ვამბობ თეორიულად ესეთ ვითარებას. მე კი არ ვამბობ რომ მართ არის ესეთი. მე უშვებ ყველაფერს. ანუ უშვებთ. მე უშვებ ყველაფერს, იმიტომ რომ ადამიანები, მე უშვებ აქ იდეალური ადამიანები ბუნებაში არ არსებობს საბატონო. მე უშვებ, მე უშვებ რომ ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება ადამიანი ვერ გარისკოს დაუშვას შეცდომა და დანაშაული მათ შორის, იმიტომ ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენ რო ეს გამოვრიცხოთ, მე იმას კი არ ვამბობ, რომ ეს ადამიანები ცუდები არიან. პირიქით ხაზი გაუსვი, რომ ბევრს ვიცნობ და მათ პატიოსნებაში ეჭვი მე არ მეპარება მეთქი, მაგრამ თეორიულად მე ვიცახი ესეთ რამეს, რომ ამაზე არ უნდა იყოს, რომ არ უნდა სასწორზე დავდოთ ეგ ვითარება, ჩვენ უნდა თეორია კონკრეტულ ადამიანებზე გადის. ჩემი თეორია გადის იმაზე, ქალბატონ რუსუდან. კიდევ ერთხელ გიმეორებთ. გადის იმაზე, რომ ადამიანები არ უნდა ჩავაგდოთ ესეთ ვითარებაში, ეხლა რო არიან. და უნდა ესენი კი არ უნდა იყვნენ აი ესეთ რთულ ვითარებაში, რომ საზოგადოება როგორც თქვენ ბრძანეთ აქ რაღაც სისხლისმელებს იმას უძახის. არამედ უნდა არსებობდეს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი იმისათვის, რომ არავის არ კონდეს თავის სამართლებელი. ამაზე მაქვს მე ეს დაშვება გაკეთებული და არა იმაზე, რომ აქ რომელიღაცა შეიძლება დამნაშავე იყოს. მე მაგე არ მithქვამს. და მოსმენა საჭირო ხანდახან მე გავიგე ის რიცეპტსაც. არა, თქვენ ვერ გაიგეთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე. მოდიშ გიხდით ახლა მაბრალებენ რომ ამ ხალხზეო ეჭვი გაქვს რომ დამნაშავეები არიან და მე არ მithქვამს. მოვისმინეთ, გავიგეთ რა. მე არ მithქვამს, ბატონო არც ეძე არ მithქვამს რომ მე თქვენზე ეჭვი მაქვს რომ ვიღაცამ დამალეთ. ეს მე არ მithქვამს. ეგრე გამოგივიდა. არ გამომივიდა ეგრე. გია ძალიან გინდა რომ გამომივიდეს ეგრე, მაგრამ არ მithქვამს. ძალიან გინდა შენ რომ მე ეგრე გამომივიდეს, მაგრამ არ გამომსვლი. თქვენ კიდე ძალიან გინდათ, იმიტომ რომ მოიცილოთ გინდათ პასუხისმგებლობა, გამოიცილოთ გინდათ პასუხისმგებლობა და არ გამოვა ესე რა. ყველა გადაგყავთ ეხლა სხვა მარკო ჩემთვის ბევრი რამე გახდა უკაცრავად. რა გახდა ბევრი რამე? ჩემთვის ბევრი რამე გახდა. და რატო კითხულობდი მაშინ ვიმემ გაიგეთ თუ არა? რატო დასვი შეკითხვა ბატონ ვასილ თქვენ ვიმემ ხო არ გაიგეთ? ბავშვი გონება დაკარგა თუ არა? რატო იკითხეთ მაშინ? მე? ხო, იკითხეთ, როგორ არა? ვიცი და მე ვიტყვი. რატო იკითხეთ? გიპასუხებ თუ მაშინ მაგდო გიკითხეთ, რატო არ კითხეთ? ქალბატონ რუსუდან ეჭვი გაქვთ, რატო კითხულობს ბატონი თავმჯდომარე? ვიცით ხო და გიპასუხებთ. მე კი არ დავსვი, ბატონო ვასილმა დასვა. ბატონო ვასილ, არა კი ხო და ბატონ ვასილს კი არა აქ ეჭვი, სხვა რამე არის აქ. იმიტომ რომ გაგება უნდა რა. გავიგე რომ ისა და მიკროფონი გამორთეთ თუ შეიძლება. ეხლა ეწოთით რა. ერთი წოთით. მომისვენეთ ერთი წამით გთხოვთ. ჩვენ გავითვალისწინოთ, რომ ბატონო საუბრობ. გასაგებია და მე მოგიწოდებთ რომ უკაცრავად რა. იცოდეთ რომ არ გამოვიდეთ და არ გავაკეთოთ ისე როგორც ყოველთვის. მოდი ხა წავიდეთ, იმიტომ რომ მაქსიმალურად უნდა გავიგოთ. ყველა ადამიანი ისე გაიგებს დეტალებს იგებს. მე ბევრი რამე გავიგე მაგალითად ახლა. რაღაცა მიზეზების გამო მე ისე ვერ ვიყავი აქ ჩართული და ესე ვიყავი მოსმენი. ახლა გავიგე. ეხლა მე გთხოვთ რომ თუ თქვენ რამე დასამატებელი გექნება ჩვეულებრივ ეს სამუშაო სხდომა და აქ არ არის ესე იგი სამეურვეო საბჭოს წევრი და ჩვეულებრივი თანამშრომელი არ არის აქ ჭიტლანი. და ერთ-ერთ ჩვეულებრივ თანამშრომელს უნდა შემოსვლა გიგა კიტიას და უნდა რომ შემოვიდეს, რომელიც ამ გადაცემაზე მუშაობს. ამიტომ ჩემი აზრით უნდა შემოვიდეს. ბატონო ლიკა, მე მონტაჟია გიგა კიტია. მონწერა რომ თუ შეიძლება დააყენეს, აგეთქე რომ შემომიშვა. მომისვენეთ ერთი წამით. ამიტომ ერთი წუთით რა. ერთი წუთით რა. უკვე ესა ყველა კითხავს, ესა მაინტერესებს. თუ არა, გეტყვით. არა. ესე არ არის ერთი წუთი შემოვიდეს. ხო არა, იმიტომ რომ შემოვიდეს, არ შემოვიდეს, ამას სალამი ვიღებთ. მაინტერესებს შეიძლება ასე რომ დაიწყოს ახლა შემოსვლის ამბავი და მე ის შემოსვლის კი არ მეშინია კი ამ გადაცემაში მუშაობს ადამიანი. შეიძლება რომ დავამთავრო. დარჩება ხალხს თავისუფლება რაღაცას ხო არ მალავენო და შემოუშვი. ერთი
მოკლედ მას არა უკაცრავად პასუხი ერთი წუთი განსხვავებული აზრი ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მე მგონი უნდა მოусმინო თქვენი თანამშრომელი ხო და ჩვენი თანამშრომელი შემოუშვა კი ბატონო მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები ჩვენ ხო ასე გავდავიწყოთ ეხლა ჩვენ მოусმინოთ გიგაკიტიას განსხვავებულ აზრს და მე მაინც გთხოვთ რომ შევინარჩუნოთ გარკვევის ფორმატში დავჭეთ და არ გადავიდეთ იმ ფორმატში რისკედაც გული მიგზნობს რომ რაღაცაერად მივდივართ თუმცა ჩავთვალოთ რომ მე არ მიცუდად მიგზნობს გული მე მაინც გთხოვთ გიგაკიტიას და მოვისმინოთ განსხვავებული აზრი ოღონდ შვიდად დინჯარა და ყვირილის გარეშე გავაკეთოთ ეს ამბავი ერთმანეთს არ ვიცი და ისევ გეუბნებით დღეს თუ რასაც ვაუდი სამეორო საბჭოს წევრი და თანამშრომელია ჩვენი ერთი ტკივილი გვაქვს ერთი ფიქრი გვაქვს და ისევ გებავდოთ არავინ არ არის ახლა ჭიქლანინი და არავინ არ არის პაცაკი ესე რომ ვილაპარაკ შემოდი რა პრობლემაა რომ შემოვიდეს და მე მგონი შემოდის ხო რა პრობლემა იყო და მომიცვიდეთ ერთი წუთით რო კითხვასა ეს შეკითხვა არ დასმულ არსად მისი შემოსვლის ამის ფამინა და პრობლემა ეს არის რა იყო პრობლემა ხდება არის ხება კარი თუ რა არა უთხრა ვინმე რატო გამოაყენე ვისი კომენტარი გესმით გისმენთ ბატონო ბიკა ნუცან მიკროფონი მოდი აი მოგესალმებით. ბოდიში ასეთ შემოჭრისთვის პირველ რიგში და გამარჯობათ. განსხვავებული აზრი მაქვს ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემმა სტრიმმა იმ დღეს ემოციურად დადებულმა გარკვეული კითხვები შეგნითაც გააჩინა, ჩვენ მქონდა გუნდთან კამათი და შესაბამისად საკმაოდ ცხარი კამათი ისეთი რომ შეიძლება ჩემგან ნაწყნებიც კი არიან და ეს შეიძლება ობიექტური გარემოებიდან გამომდინარე, შეიძლება სუბიექტური. ჩემი დამოკიდებულება შეიძლება ემოციური დამოკიდებულება იყოს ძალიან სუბიექტური თავისი მიზეზებიდან გამომდინარე, აღქმებიდან გამომდინარე, მაგრამ საკითხი რომელიც დგას ძალიან სენსიტურია, ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტის სახეზე პირდაპირ ეთერში დადგა. ფაქტის სახეზე პირდაპირ ეთერში რადგან დადგა, ჩვენ როგორც პროფესიონალები, ვინც კი ასეთ ტექნიკურ საკითხებს განიხილავს ხოლმე და შეუძლია გარკვეული ერთგვარი ექსპერტული პასუხი დადოს რაღაც საკითხებზე, ჩემი პირველი შთაბეჭდილება ძალიან დიდ დროს დაგართმევთ, მაგრამ ეს ვიცი რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია და აქ რაღაც დროში შეზღუდულები ალბათ არ იქნებით, მაგრამ არც მე გავაგრძელებ უფრო მეც. რომ გავაგრძელო საკითხი ესე ის კამერები, რომელიც უბრალოდ ის პირველი ვერსია, რომელიც დილას გაღვიძებისთანავე ნახე, იყო ტელეფონით ეკრანზე მიშვერილი კამერა, რომლის შემდეგ უბრალოდ ინტერპრეტაცია გავაკეთე გავრცელების გზის, როგორ შეიძლებოდა, რომ თუნდაც მშობელს მოეთხოვა, რომ ან თუნდაც ფაქტის კონსტატაციისთვის გადაღებულიყო და შემდეგ ვიღაცამ აი გაზიარების შეიძლება გადაიჭირა თქო. გავრცელების გზაზე ვსაუბრობ და არა ის არს მიმართავ კონკრეტულ ადამიანზე. ცალკე ის საკითხია, რომ მე სუბიექტურად რას აღვიქვამ კამერიდან რო გადაღებული გებიდან ტელეფონი. არა, ნახეთ ანუ სტრიმზე რომ ტელეფონი, ტელევიზორი. მე რა ვერსიაც ფიდზე შემხვდა სოციალურ ქსელში. ანუ ეკრანზე მიშვერით გადაღებულს გავდა, თქო მაგას ვამბობ. არა. მე ჩემს დანახულ პირველ აქ თქვენ შეიძლება საქმის კურსში არ იყოთ, მაგრამ ჩემი სტრიმი საკმაოდ დიდი ნახვა მოიწვა ჩემმა პოსტმა და სტრიმმას და აქედან გამომდინარე უბრალოდ ახსნას ვაკეთებ ჩემი კოლეგებისთვის. იმიტომ რომ ანუ ეს მიზეზი მე რატომაც ისრები როგორ მივმართე და რატომ მივმართე. ჩემი სუბიექტური აღქმა ერთი ცალკე რო გავაგრძელო თემა, ჩემი სუბიექტური აღქმა ერთია რომ მე ასე აღვიქვი იქვე დავაედითე აქ მოსვლამდე, სადაც ჩემს პროდიუსერებს ყველას თან ვიკამათე სათითაოდ ისეთ საკითხზე, რომელიც საკითხიც გულგრილობას ეხებოდა. გულგრილობის მიზეზი მე წინა ისტორიისა მაქვს, რომელიც ეხლა რომ დავიწყო ამაზე საუბარი, დარწმუნებული ვარ, რადგან ბავშვის თემაა, შეიძლება ჩაიშალოს თემა და კამათში გადავიდეს, ამიტომ შეგნებულად არ დავსვამ ამ საკითხს, იმიტომ რომ დამოკიდებულება ბავშვებთან მიმართებაში დამოკიდებულება თქვენ ძალიან კარგად იცით, რადგან საჯარო სტრიმი არის და მიმდინარეობს, მე ვიტყვი ერთ საკითხს.
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების საკითხზე მე მარათონის შესახებ დაგისვით შიდა ჯგუფში საკითხი და ვითხოვე ყოველგვარი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე გთხოვთ ამის გაუთვალისწინებლად იქნებ ბავშვებისთვის ვიცი რომ ტექნიკურად რთული საკითხია მაგრამ იქნებ გააკეთოთ რამე 17 თუ 20-მდე ლაიქი მაქვს ამ საკითხზე გამოხმაურების დონეზე შემდეგ ილიანმა გააკეთა 2 მილიონამდე თანხა თუ მეტიც შეაგროვა და შემდეგ ამ შეგროვების პროცესშივე ვითხოვე საჯარო სივრცეში უпроსტად მოამბის ეთერში ინფორმაციული მხარდაჭერის მიზნით უბრალოდ იქნებ რამე გამოაცხადოთ თქო და ეს ანგარიში დაურთო თქო არც მაგაზე იქნა გამოხმაურება ნუ გარკვეულწილად შეგვიძლია ტექნიკურ რთულ საკითხად ესეც ჩავთვალოთ არა და copy paste-ია გასაკეთებელი ეთერში და ბოლო განცხადება მოამბის წამყვან შეუძლია გააკეთოს გასაგებია რომ ანუ კორელაციაში მოდის ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება უბრალოდ როდის შეიძლება რომ ადამიანი იყოს გულგრილი აქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავიწყებდი ბოდიშით, რომელსაც ლიზას მივესალმები, იმიტომ რომ თქვენ აყენებთ სწორედ იმ დამსახურებულ კოლეგებს ბოდიშის მდგომარეობაში, მოსახლე მდგომარეობაში, იმ განცხადებიდან გამომდინარე, რაც ოფიციალურად დაიდო. ოფიციალური განცხადება არაფერს არ ამბობს ლოგიკიდან გამომდინარე, გარდა იმისა, რომ ყველა ადამიანი ესე ავტომატურ რეჟიმში გამოირთო და ბუდიშიც არ არის მოსახდელიო დაახლოებით ეგ უკვე შემდეგ იმ მიზღვნილ სპეციალურ ტექნიკურ ახსნა-განმარტების ეთერს ეხებოდა და ისიც კი იქიდან გამომდინარე წავიდა ისეთი ცუდი შტაბეჭდილების მქონე აღმოჩნდა რომ ნაცვლად იმისა რომ დღევანდელი დღეს ამდენი ფაქტის შემდეგ გავიაზროთ რომ მოდით ბუნებრივი მოვლენა დიახ შესაძლებელია რომ ადამიანი იღებდეს და გვერდზე გაიხედოს რაღაცა ზუსტად იმ კონტროლიდან გამომდინარე რომ სწორედ იქიდან გამომდინარე რომ ეს დატოვოს კადრი კადრად მაგრამ გვერდზეც გაიხედოს ხომ სწორი ვარ აქ პირადადაც გაგვიკეთებია ამიტომ ეს ძალიან ყოველდღიურ რეჟიმში შეიძლება განსაკუთრებით ამ კოლეგებს ვინც პირდაპირ ეთერზე მუშაობს და მეც შეცდომა დამიშვია როგორც ტექნიკური რომელიც ეთერშიც კი გაპარულა და გასულა და ბუდიში მომიხდია ჩემს უფროსებთან, ანუ იმ კონკრეტულ პირებთან, ვისაც ეხება ჩემგან ბუდიში და ჩემგან მე სადაც ვთვლი მოვალედ თავს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩემი შეცდომა, რომელიც პროდაქციას გულისხმობს, ანუ პროდაქშენს გულისხმობს ამ შემთხვევაში და გამოსწორებადია დილას ამდგარ ვარ და მოსულ ვარ, რომ გამოსწორებ ჯამქათია თუ რაღაც შავი კადრი არის, თუ გაპარული ხმა არის, ჩათიშული თუ რაღაც ესეთი კადრი გამომესწორებინა და ისე გასულიყო ეთერში. წელიწადზე მეტია სახელდაგვარს არ ვაწერ ჩემს ეთერებს იმის სოლიდარობიდან და გარკვეული სიტუაციის ნაარსობრივი კონტექსტიდან გამომდინარე ჩემსავე სიუჟეტებს ავტორებში არ ვაწერ ჩემს სახელს ეს ერთგვარი ჩემი სუბიექტური სიმბოლური აქტივით არის და ეს არაფერს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ამ სიტუაციას საკითხი ბევრად მწვავე დგას და მიუხედავად იმისა რომ მე ჩემი სუბიექტური დამოკიდებულება მქონდა იმიტომ რომ სწორედ აქედან აღვიქვი ეგ დამოკიდებულება რომ რატომ აკეთებთ იმას რომელიც თავის გასამართლების რეჟიმში ჩაგაყენებთ და ნაცვლად იმისა რომ შესაძლებელია საკითხებზე ბუდიში მოვიხადოთ იმიტომ რომ დგას საკითხი ძალიან მწვავედ იქიდან გამომდინარე დგას რომ სისხლის სამართლებრივი საქმე არის ხალხო გულგრილობა მეტი კი არაფერი არა ეხლა მაგალითად შესაბამის გარემოში რო ვიყოთ სამართლებრივ გარემოში რო ვიყოთ და შესაბამისი სიტუაცია რო გვიწყობდეს ხელს მშობელი მარტო გუნდზე კი არ დააყენებდეს საკითხს საჯარო სივრცეში შემოსულ ადამიანზე პასუხისმგებლობა მე როგორც ვიცი თქვენს გაკისრიათ ნაწილობრივ თუ მთლიანად არა შესაბამისად ერთია რომ გუნდის წევრს შეუძლია ისაუბროს მეორე ანუ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით მე თქვენს გულგრილობად საკითხი რომელიც დაყენებულია გასაგებია დიდი მადლობა სწორედ აქედან გამომდინარე ვამბობ საკითხი რომელიც დადგა რომელიც ისრებს უშვერს ადამიანებს რომელიც მართლა კომპეტენტურებიან თავიანთ საკითხში ნაცვლად იმისა რომ ყველამ ერთად ბუდიში მოვიხადოთ სწორედ იმ ბუნებრივი შეცდომიდან გამომდინარე და დაანთავროთ სტრიმი რომელიც უბრალოდ რა ვიცი არ გულისხმობს წესით ისეთ რაღაცას მე კიდევ ერთხელ გეუბნები მე ცალკე ჩემს კოლეგებს აქვე საჯარო სივრცეში მაგალითის სახით გიხდით ბოდის თუ კი ჩემგან რაიმე შეურაცხყოფელი მოგისმენიათ ამისი მე არ მეშინია და აქედან გამომდინარე ანუ კი ბატონო შემიძლია გავფრინდე კი ბატონო კაი მადლობთ მოკლედ
მე ბოდის გიხდით. სწორედ აქედან გამომდინარე, მე გიხდი ბოდის, ჩემი ამბებიდან გამომდინარე, თუ კი თქვენ სათითაოდ, ვისაც კი თქვენ სათითაოდ, ვისაც კი შეურაცხყოფა ჩემგან მოისმინეთ, მე გიხდით ბოდის. ეგ არის მე გამოვიყენე ეგ სიტუაცია. გიგა. როდის დაამთავრეთ? ეხლა თუ კი მე ჩემი მხრიდან რაიმეს. ამ თავის ხებას როდის მორჩები? კი ბატონო, მაშინ დარჩი თავის მართლობის. გიგა, ერთი წამი რა კითხვა მაგრამ სწორედ ეგ მინდოდა რომ მეთქვა თქვენთვის მე სხვა საკითხი არაფერი არ მაქვს. კითხვა მაქვს შენთან. კითხვა მაქვს. ხო მიცნობ კარგად. რა თქმა უნდა. ამ ამბის შემდეგ გიგა კიდევ ინტერესებული ერთი ლაპარაკი საქმე. თქვენ მე მწყობრიდან ვერ გამომიყვანთ. გიგა, ერთი წამით რა. ხე რაღაცას ეცოდება. არა, ლაბ ერთი წამით. გასაგები. ეს ფაქტი ერთი წამით რა. არა და პირიქით ვაპარაკობ, მაგრამ თქვენ ეგ გინდათ რომ ეგრე იყოს. და ახლა ამას აკეთებ ზუსტად. არა, მოდი საქმეს დაუბრუნდეთ რა. და მე კიდე პირიქით ვამბობ. ბაღარა დავასაფრამებ. ერთი წუთი რა. ადირცემულო. კი ბატონო, გააგრძელეთ. მეუბნება დაინახე და არ მიხედი ბავშვთანო. როგორ მყადრებს? სწორედ ის არის რომ მედიაში ვიღაცა. გასაგებია, კარგი. როგორ მყადრებს? მე დამანახა რა ის ბიჭი რა პირს დავარტყამი. ზუსტად ვიცით თუ თქვენი შრომის კითხვა მაქვს. დიახ, ალექს. ბოდიშით. როდესაც შენ პირველი ვიდეო ნახე, რასაც ამბობ, აღწერ სკრინიდან თუ როგორც არამმნიშვნელობა აქვს. ძალიან კარგად მიცნობდა, ჩემთან კონტაქტი არავის არ უჭის, არც ტელეფონზე, ოთახის კარი სულღია მაქვს. რატომ არ მოხვედი ჩემთან და არ დაინტერესდი გაგვეშიფრა ეს მასალა, იმიტომ რომ მე ის 3 დღე სხვა არაფერი არ მიკეთებია, გარდა იმისა, რომ შემესწავლა, სადმე რამე ხო არ შეგვეშალა. ერთხელ ჩემთან რატო არ მოხვედი, ალექს? დავიჯერო არსად არ ჩანს, აი ეგ კითხვა რატო არ დამისვი, ძალიან გთხოვ რა. ზუსტად იგივე კითხვაზე პასუხი შემიძლია გითხრათ, ზუსტად იგივე, იმიტომ რომ შესაბამისი სუბიექტური დამოკიდებულება ჩემი ისეთია, რომ როდესაც პროკურატურაზე მამის ამართებდნენ, არავის არ უკითხავს ჩემთვის როგორ ახარო. ეგ არის ჩემი პასუხი. მივიღე პასუხი. ეხლა მე ვაკითხო. აქ დაისვა ჩვენი პროკურატურაში გადამისამართების საკითხი და არავის არ უთქვამს ჩვენთვის როგორ ახარო. კითხვა და პასუხი. გიგა, ეხლა მე მაკითხვა რა. ანუ თქვენ ერთი წუთით რა. აი ემოციები გვერდზე გადავდოთ მნიშვნელოვანია. ანუ ეხლა მე ჩავინიშნე აქ და თქვენ ამბობთ და დაინახეთ როგორც პროფესიონალი ესე დაიწყეთ, ეს გადავდოთ ეხლა მანამდე თქვენი წყენები და ისინი, რომ აქ არის გულგირობა და სისხლის სამართლის დანაშაული. ხო სწორად გავიგე? ხო და აბა მითითოთ იქნება ჩავმიყალიბოთ რაში მდგომარეობს ეს სისხლის სამართლის დანაშაული და გულგირობა. ხო და რა დაინახეს ამ სისხლის სამართლის 159 მუხლი არის. ანუ თქვენ მაინც ამბობთ რომ დაინახეს. არა, თუ კი საკითხი დგას ისე ნახეთ, ნუ ვაკეთებთ ისეთ ინტერპრეტაციას. მე ვაკეთებ საკითხს ესე. საკითხის სიმწვავეს ვაყენებ, იქიდან გამომდინარე, რომ რა კი ასეთი მწვავე საკითხია, ეს ფაქტი, კონკრეტულ ფაქტი გულგრილობაზე კი არ მიდგა ლაპარაკი. რა კი საკითხი აქითკენ მიდის. თქვენ გულგრილობაო ხო ახსენეთ? და ვერ მტკიცდება, იმიდან ადამიანები ვართ თავის მართლების რეჟიმში და ნაწილობრივ ყველას ეხება მთელ ტელევიზიას ის განცხადება, რომელიც ანუ ნიშნავს იმას, რომ სინქრონში გამორთვას ნიშნავს და რას ნიშნავს, მაშინ ისი სასახსნელი გაგიხდებათ სინქრონში გამორთვა. ანუ ეგ რა გაგიხდება? მე მაინტერესებს თქვენ გაქვთ რამე ანუ იმას რასაც ახლა ერთი ალექს თქვენ გაქვთ რამე მე მეტი შეგიძლია აღარ აბაგ და გაბურთავთ ახლა მიკროფონს თქვენ რამე გაქვთ ფაქტი მინიშნება რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაული იყო თუ უბრალოდ განაცხადება არა ფაქტი საკითხი რომ დადგეს იქიდან გამომდინარე დადგეს არა თქვენ რა გაქვთ რამე გაქვთ მე არ მithkoms რომ როგორ არა ბძანეთ თქვენ კაი თუ კი მე გეუბნები თუ კი თქვენ ხო თვლით რომ მექანიკური შეცდომა არა არაფერი მithქვია მე თქვენ ანუ აქ საუბრებში ვისმენთ რომ ეს არის არ გვინახავს ხო მე ანუ ვერ დავინახეთ ხო არის ვერ დავინახეთ ხო ამას ამბობენ ჯერ ხო ვერ შევამჩნიე ხო მე ვერ გავთვალე ვერ გავთვალეთ არ ვერ მე თქვენი კოლეგები შეამჩნიეს შესაძლებელია ამ საკითხს ბოდიში მოყვეს იცით არა თქვენ სისხლის გეკითხებთ ბოდიში იმიტომ რომ მე დგება თქვენ უკაცრავად ბატონი გაიცოთ ეხლა მადლობთ მიღებულია თქვენ ბოდიში ვერ როგორ მისი პირადი საკითხია მათ შორის თქვენი და თქვენ მეგონა რომ თქვენ რამე იცოდით მადლობთ გამორთოთ მიკროფონი თუ და ხა გავაგზავნებთ მე დაგემშვიდობებით კიდევ ერთხელ არა აღარ მადლობა
გამოვიყენე ეთერი იმისთვის რომ ბოდიში მეთქვა თქვენთვის კოლეგებო. თუ კი რამე გადამისდა. ბოდიში. კაი. მოიცა, გადაღებულს რო უყურე. კაი, არ გიდა რა. მორჩა. ლოგო თუ დაინახე. კაი, არ მიდა ერთი წამით. აი გოგა, რა ამაში ეს რო ერთი ისევ დავშვიდეთ მე უკაცრავად ისა უკაცრავად არა მოეწოდა მომისვიდე ერთ წუთი რა ნოდარ არა ერთი წამით ერთი წამით ეხლა მე ვიდა გითხრათ რომ მე მინდა უკაცრავად სამეურო უკაცრავად რა უკაცრავად სამეურო საბჭოს წევრებს მინდა რომ და თქვენს მოგდათოთ რომ ჩვენ ქვეყანა და აქაც ამ რეჟიმში ვართ მე არ გაკადრებთ არც ერთს იმის ახსნას რატო მომბძანდა ეხლა ეს ბატონი და რატო იქნა შემოყვანილი და რა ისაუბრა თუ იმეს უნდა და სხვა აზრი აქვს მე უბრალოდ არ ვილაპარაკ ეს დათელება ეს უნდა გადავიტანოთ ხელ ვისაუბრეთ ეს პირველი არ არის გადავიტანოთ და თუ გნებავთ გამოხატეთ და მე ბოლოს ვიდა თქვა ეხლა მე მინდა რომ ისე ეხლა ვთქვა ჩვენ სამეურვეო საბჭოს ხდობაზე რას ვიზავთ როგორ ვიზავთ იმას თავის წესია ეს ერთია მაგრამ მე მინდა რომ მე მაქვს ერთი ერთი მინდა თქვა რა უკაცრავთ სულ რაღაც სამი წინადება მინდა თქვა რა მე მაგალითად ვფიქრობ ერთ რამეს რომ აი ესე იმას უბრუნდები რომ ვიღაცებს მაგრად ეშლებათ ერთმანეთისგან ფაქტები და აღქმები ძალიან მაგრად ეშლება ძალიან ცდილობენ რომ ჩაანაცვლონ ერთით მეორე მაგრამ არ გამოსდით ხოლმე მე მარცხდებიან მე ნერვებზე იშლებიან მე ყვირიან აი აგერ ახალგაზრდა კალბატონი ორი შვილის დედა იჯდა წელან ცრემლები ვერ შეიკავა რატომ იმიტომ რომ ვიღაცები აბულინგებენ სრულიად უმიზეზოდ აბულინგებენ აგერ ხანდაზმული ადამიანი პატივსაცემი ადამიანი დგას და იძულებულია მოისმინოს რომ ვიღაც ადამიანს ვიტყვი ახლა ამ წუთას გამოდის და ჯერ ამბობს რომ ეს არის გულგრილობა მტკიცებით ფორმაში ამბობს მე ამბობს რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული კაი კაცო ესე მოსამართლე ხარ შენ საკითხი განიხილე ბოლოს უკანიხევს იმიტომ რომ მიხვდა რომ ამაზე პასუხი მოეთხოვება იმიტომ რომ შენ თუ დანაშაულის შესახებ იცი და არ აცხადებ ეგეც დანაშაულია სხვათა შორის კიდე ერთხელ ვამბობ რატომღაც ამ ბოლო წლებში თუ ათწლეულებში გამოიჩეკა ხალხის რაღაცა გვარი სახეობა თუ რა ქვიათ მაგათ რომლებიც ესე სვავებივით ნადირობენ სიცუდეზე, სიბილწეზე და ცხებენ წესიერ ადამიანებს ტალახს. აი ეს არის მათი პროფესიული საქმიანობა. ეს საქმიანობა არ ამგონია რომ წესიერ და კულტურულ საქართველოს მოსწონდეს. დიდი მადლობა ძალიან მოკლედ ვიტყვი. აქ საუბარი იყო იმაზე რომ სისხლის სამართლის დანაშაული, ადანაშაული. სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ეხლა გეტყვით სად არის და პირდაპირ სადაც ჩანს. კაცი შემოვიდა და თქვა, რომ მე ნახე ეკრანიდან გადაღებული ვიდეო. პროფესიონალი ვარო ამბობს, თუ იმ გადაღებულზე იყო ლოგო, ბოდიში, თუ იყო ლოგო, პირველი არხის, მაშინ ან ამ ადამიანის გაყალბებულია ის ვიდეო. ან ვინც ამას გამოუგზავნა, როგორ გეკადრება, შეგნებულად არის გაკეთებული. თუ ადევს ლოგო და სანახავია ის სტრიმის ზუსტად. რაც მაგან დადო. კაი, ზაზა. მოგესალმებით, პრინციპში მოსაზრებაშიც მოსაზრებას გამოვთქვამ გისმენდით ყველას და მაინტერესები და თუმცა ეს პროცესი რომელზეც ვსაუბრობდით, მადლობას გიხდით ყველას დასწრებისთვის და ამასთანავე მონაწილეობისთვის. სიმართლე ვთქვა, ცოტა შორიდან დავიწყებ და შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ არ არის პირდაპირ კავშირში იმაზე, რაზეც თქვენ ვსაუბრობთ, მაგრამ ჩემ ამ ოთახში მე უკვე 6 წელია აქ ვარ პრაქტიკულად საკითხი არ იყო, რაზეც მაგალითად რა პერიოდშიც მომიწია, თუნდაც იგივე ბატონ ვასილ მაღლაფერიძესთან ურთიერთობა, რაზეც საერთო პოზიცია გვექნებოდა და პრინციპში ყველაფერზე ერთმანეთს ვეკამათებით და ხშირად ძალიან მწვავედ, ძალიან გადასული არის იმ სურვილისგან, როგორც მექნებოდა, რომ აქ ნახო.
მაგრამ ამის მიუხედავად მე აი ჩემი გულწრფელი წმენა არის ის რომ არ მჯერა შინაგან დონეზე რომ ვინმეს რო ბავშვი დაენახა არა ეყენებინა. ანუ ეს გონია რომ რაღაცა პოლიტიკური პრეფერენციების და ყველა ამ რაღაცის მიღმა არის, იმიტომ რომ ის ადამიანიც კი ვინც ჩემთვის შეიძლება მიუღებელი იყოს ან მისთვის მე ვიყო მიუღებელი, მგონია რომ რაღაცა ამ რეჟიმში არ ვართ. ეს რაღაც არის ძალიან საბაზისო ინსტინქტი და ძალიან ძიმე იყო მათ შორის ახლა ქალბატონ სალომე გოგინაშვილს რომ უსმენდი და სხვებსაც, ანუ არანორმალურია, როდესაც ადამიანები იწყებენ იმაზე საუბარს რომ ორი შვილი მყავს და შემდგომ დანარჩენი წინადადებები მეც ორი შვილი მყავს, მაგრამ სულ არავინ არ ყავდეს, რაღაც ეს უკვე ეს კონსტრუქცია არის სიგიჟე ჩემი აზრით და რაღაცა არასწორი მიმართულებით რომ არის ბევრი რაღაცა ამის გამომხატველია. თუმცა ჩემი პოზიცია და აღარ შევალ ამ კითხვებზე, არ მაქვს არანაირი ესეთი კონკრეტული კითხვა. ჩემი აზრით ის რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს და მე არ ვიტყვი ეს უმრავლესობა თუ უმცირესობა, მოდი ვთქვათ რომ რაღაც ნაწილი, რომელსაც აქვს აღქმა რომ ესეთი რაღაცა მოხდა, მე მგონია რომ აჩვენებს იმ პრობლემას, რაც ზოგადად არის საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგროვილი. შეიძლება ამაზე არ დამეთანხმოს ვიღაცა, მაგრამ ეს არის ჩემი გულწრფელი წმენაც, დაკვირვებაც და მგონია რომ უფრო დიდი სინამდვილეში ვიდრე დღევანდელი საკითხის განხილვაა. ის რომ ადამიანმა შეიძლება იფიქროს რომ ვიღაცა და რა თქმა უნდა, აი ხა ვინც ვიცნობს სიტუაციას, კამერის მიღმა ოპერატორი და ეს ხალხი მით უმეტეს თავგადადებულია თავის საქმისთვის და ეს ამ ხალხის შრომა არ ჩანს და კიდე ასმაგად დასაფასებელია და კიდე ცალკე ამბავია და რო ჩდება ესეთი ფიქრი რომ შეიძლება ვიღაცას ხელი არ გაუწოდა არ წამოაყენა ეს სინამდვილეში უფრო დიდი პრობლემის სარკე არის ვიდრე ჩვენ ახლა აქ საუბრობთ ჩემი ღრმა რწმენით და ისევ ამ შედარებაში არ წავალ უმრავლესობა უმცირესობა მთელი რიგი პოლიტიკები რომელიც იყო საზოგადოებრივ მაუწყებელში გატარებული მაგალითად ჩემი აზრით ადამიანები რომლებიც გააგდეს ამ ტელევიზიიდან უსამართლოდ ადამიანები რომლებიც გადაცემებიდან გაუშვეს ის მთელი შარშანდელი ამბავი პროკურატურის შემოსვლის სურვილი ასე ვთქვათ ვიღაცისთვის მასონის დაძახება მოკლედ აი ეს რაღაცა მტრებზე ნადირობის გამოცხადება ტოვებს ადამიანებში აქ მას და მათ შორის ბევრი ფიქრობს რომ არც სარედაქციო დამოუკიდებლობა არის სრულად უზრუნველყოფილი. აი ეს ყველაფერი, როდესაც დაგროვებულია, ამას მივყავართ აი ამ შედეგამდე, მივყავართ იქამდე, რომ მე შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს ის, რომ ბავშვი წაიქცა და არ ააყენა. ეს რა თქმა უნდა, კიდევ და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ წარმოუდგენელია და მართლა გულწრფელად არ მჯერა, რომ ვიღაცა შეიძლება ის აქ გაეკეთებინა. სწორედ ამიტომ მე სავარაუდოდ დღეს ჩემი ბოლოს ხდომა არის და ტოვებ ვადა გამდის, კითხვა დავტოვებდი უბრალოდ იმ ადამიანებს, ვისაც ჯერათ, რომ ყველაფერი კარგად არის საზოგადოებრივ მაუწყებელში. თავს დაუსვათ ეს შეკითხვა. ყველაფერი რომ კარგად იყოს, აი ეს ადამიანები და შეიძლება დაუძახოთ ვიღაცას, რომელიღაცა პარტიის წევრები ან მათი მომხრეები, მაგრამ ყველა ხო არ არის, ყველა რომელიღაცა პარტიის წევრი ხო არის, ყველა პოლიტიკურად ანგაჟირებული ხო არის. სოციალურ ქსელებში ვკითხულობდი, გულწრფელად შემეძლია თქვა, გული მიწუხდებოდა ის რაღაცა მძიმე შავი ღრუბელი რაც იყო დახატული და ეს ღრუბელი პირველ რიგში ეს ჩირქი მიდიოდა იმ ადამიანებისგან, აი სალომე გოგინაშვილი ვახსენეთ, ოპერატორები აქ არიან, ადამიანი რომელმაც ინერვიულად თავისი პირადი ისტორია აქვს, რომელსაც წეღან ახსენა და დატოვა ოთახი. საბოლოო ჯამში აი ეს მცდარი პოლიტიკა ბევრი ის რომ ესეთი საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს უკეთესი ეს არის პირდაპირ ვალდებულება და მეორე პრობლემა არის ის რომ აი ამ მცდარ და არასწორ და ხშირად ჩემი აზრით დანაშაულს არ ვიტყვი მაგრამ ძალიან მძიმე გადაწყვეტილებებს მივყავართ იქამდე ხშირად რომ ადამიანები რომლებიც კამერის უკან დგანან ადამიანები რომლებიც არ ჩანან და მე მჯერა რომ ამ ტელევიზიაში ძალიან ბევრი პროფესიონალი სინდისიერი და წესიერი ადამიანი მუშაობს სწორედ მათ უწევთ თავის მართლება ამაზე ეს შეიძლება დღეს ერთი კონკრეტული შემთხვევაა როდესაც ჩვენ საუბრობთ ბავშვის დაცემაზე მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ სინამდვილეში ეს არის ბევრად უფრო ფართო პრობლემას გვანახებს და მე ამას დავინახავდი როგორც სარკეს და მართლა ყოველგვარი პოლიტიკური მიკუთვნებილობის მიღმა თუ კი ვინმეს უნდა საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს უკეთესი ამას მე ავიღებდი და დაუსვამდი როგორც მინიმუმ ჩემ თავს კითხვას რომ აქამდე რა შეგვეშალა რატო არის ხალხის აღქმაში აი ესეთი წარმოდგენები და ქალბატონი ლანა იყო რომელმაც კითხვას გავცემ პასუხს თქვენ როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ბურდის წევრებმა რა გააკეთეთო კონკრეტულ პასუხს ამ შემთხვევაში რაც რა კითხვაც მან დასვა მაგალითად საშტატო ნუსხას და მთელ რიგ საკითხებს ძალიან დიდი ხანია ბევრი წევრი ვითხოვთ წლებია მაგრამ ბევრი საკითხი არის დარჩენილი ესე ჰაერში ჩემი აზრით და თუ კი თუნდაც ტელევიზიის წარმომადგენლები ვინც აქ მუშაობს ის ადამიანებიც უფრო მეტად ჩაერთვებიან და ბორდი მართლა შეასრულებს ბორდის ფუნქციონირებას და ეს საკითხები დადგება და რაღაცები პოლიტიკის მიღმა და შეიძლება გადაწყდეს პოლიტიკის მიღმა ისიც მაგალითად რომ ავიცი ავიღოთ ეს შემთხვევა ერთ ტრაგიკულ შემთხვევად რომელიც კიდე კაის რაღაცა არ დამთავრდა უფრო მძიმედ და მაგალითად შემდეგზე შეიძლება იყოს ვიღაცა ექიმი ვინც ან რაღაცა სხვა შტატის წარმომადგენელი რომელიც აქ იქნება
იქნება. შესაბამისად, ჩემი ასე ვთქვათ, შეფასება და მე თუ კიდე ასე დისკუსია იქნება ჩავერთვები სიამოვნებით, არის ის, რომ სინამდვილეში ეს არის გამოძახილი ბევრად უფრო ღრმა სისტემური პრობლემებისა, რომლის წინაშეც სამწუხაროდ საზოგადოებრივი მაუწყებელი დგას და აი ვიღაცა შეიძლება არ მეთანხმებით, მაგრამ ეს არის ჩემი მოსაზრება ძალიან მტკიცე, რომელსაც ვერ გავიგე, მაგრამ კი ბატონო. კი მოხდა ინციდენტი, სამწუხარო ინციდენტი და მე გამეკვირდა რომ აქ ამ ინციდენტს უწოდეს უბედურება. უბედურება კიდე სხვა რამეა და მე გეტყვი, ბედნიერება რა არის? ბედნიერება არის იმედი. და ამის ფონზე ბატონო ზაზა თქვენ ორი პრობლემა დააყენეთ, ეს დავაყენებ ერთ პრობლემას. ერთ-ერთი პოლიტიკოსი ბატონი დავით დარჩიაშვილი წერს სოციალურ ქსელში. ცვლილების ლანდსაც ვეღარ ხედავდი და ამ პატარა ანგელოზის წაქცევამ იმედი გამიჩინა. ეს ბავშვი უნდა გახდეს შემოbrunების წერტილი. აი ეს არის პრობლემა. და მე რო ვამბობ, რომ ეს პრობლემაა, იქიდან გამომდინარე ვამბობ, რომ ამის შესახებ რაც მოხდა, წავიკითხეთ განცხადებები, წავიკითხეთ სოციალურ ქსელში მათ შორის თანამშრომლების მონაყოლი, გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ, რაღაცები ნათელი გახდა, მას რას ემსახურებოდა ეს სამუშაო შეხვედრა საერთოდ მე ვერ გავიგე, რატო იხდიდნენ ბუდიშ თანამშრომლები, ესეც ვერ გავიგე და ეს კიტია რატო იყო აქ მოსული იქნებ ეგ მაინც ამიხსნათ საერთოდ და ბატონ დავით დარჩიაშვილს თუ რომელიმე იცნობთ გადაეცით რომ ეს არის ნაძირალობა და თვითონ არის ნაძირალა და მისი წარმომადგენლები თუ სადმე შედან მისი პარტიის წარმომადგენლები ყველანი ნაძირლები არიან რომლებიც ამას პასუხს არ გასცემენ კიდე ერთხელ გავიმეორებ ცვლილების ლანდსაც ვეღარ ხედავდი და ამ პატარა ანგელოზის წაქცევამ იმედი გამიჩინა ეს ბავშვი უნდა გახდეს შემოbrunების წერტილი და ეს არის ჩემთვის, აი ყველაფრის ნათელის განსაზღვრავი არის ეს. სვავი, გარეწარი, ნაძირალა, მისი თანამოაზრეები არიან გარეწრები და ნაძირლები და კიდე ისინი არიან ნაძირლები, ვინც ამას პასუხს არ გასცემს. უკაცრავ, თქვენ რა იცით რა შინაარსიდებს ამ პოსტში? აი ეს პოსტი წერს. გავიგე. აი სა შედიჭირება, არ მინდა. იქნებ იმედია იმისი, რომ ამდენმა ხალხმა სოლიდარობა გამოხატა. ბავშვის მიმართ გამოხატა სოლიდარობა მშობლის მიმართ და შეწუხდა ამ ფაქტს. გამოხატა სოლიდარობა, წაქცევა გაუხარდა ბავშვის. ეს არის შენი მოსაზრება, შენი ინტერპრეტაცია, რომ შენ არ ახარ ობიექტური. შენ ელაპარაკე ბებიაჩემს საფლავში, სადაც წევს, შენ ნაძირალა, შენ ერთხელ მოხვდა მაგის გამო, კიდე მოხვდება. ნო, ისა უკაცრავად, ერთი წამი, ერთი უკაცრავად. გია, შენ უნდა გაგაჩერებ ახლა. აი ესე გაგაჩერებ, რომ მოიგო. თავხედო შენ. ერთი წოდით. ეს ჩვენ სიამდვილეში ზაზაგე. მოდი შევეგუოთ, რომ პირებული მასა. გავიგეთ. წავედი აქეა. დავასრულე. მაგრამ შემოვა, ცოტა ხანში შემოვა და დაგადგები თავზე მაინც. რასი? აი ახლა გიყურე, კარგად, რასი? მე კორუფციის ბუდიდან გამომწურა. ფულს რა იღებდი სტატიების ბეჭდვაში, უსინდიხო შენ. შენს ყველაფერი იცის და კიდევაც გაიგებ, მინდა გითხრა. არა. შეიძლება ახლა მე. არა, ნუ ახლა მე მგონია რომ ჩვენ ესე თუ ინე ეს არის და მე ვიტყვი რაღაცას და ამით მე თამილად და დავასრულოთ მე ხელი ჩვენ ბერი